მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. თქვენ უყურებთ და უსმენთ კაცმანის პოდკასტს. და მე მყავს დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელიც მინდა წარგიდგინოთ სოფო ჭოიძე. ადამიანი, რომელიც სინამდვილეში დღეს გავიცანი ბევრჯერ მინახია სხვადასხვა ივენთებზე, ფოტოებზე, Facebook-ზეც მეგობრობთ. მაგრამ ეს ცოცხლად გნახე პირველად. სოფო არის პულსარის თანადამფუძნებელი თავის პარტნიორებთან ერთად. ვინც არის ეს იყო და არის კიდევაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თავისთავად საინტერესოა, როგორც თემა. მეორე, იმიტომაც არის საინტერესო, რომ კომპანიას ყავს ქალბატონი დამფუძნებელი, ასევე საინტერესოა ჩემთვის უკვე. მესამე, იმიტომ რომ ეს კომპანია გაიყიდა ამერიკულ კომპანიაზე, მოხდა ეგზიტი სტარტაპულად თუ ზუსტად. და სოფოს ბევრი რაღაც აქვს საინტერესო მოსაყოლი ჩემი აზრით და მე შევეცდები ყველანაირად ხელი შეუწყო სოფოს რო ეს საუბარი შედგეს. დავიწყოთ იქიდან რა არის იმპელი, სადაც ხარ დღეს. და ამაზე რომ მომიყვეთ ცოტა, იმიტომ რომ მეც მომიწია ვებგვერდზე შესვლა და რაღაცების წაკითხვა, მაგრამ ალბათ შენგან მოყოლილი უფრო საინტერესო იქნება. კი ბატონო, მოგახსენეთ, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ყველას. ხო, იმპელი არის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც უშუალოდ ემსახურება ავტომანქანის დილერებისთვის, რომ შექმნან AI კომუნიკაციების და merchandising-ის solution-ები, ასე ვთქვათ, პლატფორმები. AI კომუნიკაციებში გულისხმობ ავტომატურად ვირტუალური ასისტენტის მეშვეობით მომხმარებლებთან კომუნიკაციას და ტრაფიკის, ასე ვთქვათ, მოყვანას ავტომანქანის დილერშიპებში და merchandising-ის ნაწილში გულისხმობ იმ ციფრულ ასეტების შექმნას, რომელიც ავტომანქანის დილერს ეხმარება, რომ შემდგომ გაყიდოს უფრო მეტი მანქანა. ანუ ეს არის ხო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ციფრული merchandising თულები. საინტერესოა. ესე იგი, ერთ რთულ წინადადებაში იმდენი ტერმინი ჩამოთვალე და იმდენ ტერმინზე გამიჩნდა კითხვა. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ მაშინ ეგეთ რაღაციდან. ხელოვნური ინტელექტი როგორც ცვლის ავტოინდუსტრიას. მოდი ჯერ აქ ცოტა უფრო ფართო კონტექსტიდან რო დამანახო. ეგ ალბათ ყველა ინდუსტრიაში საინტერესოა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი საბოლოო ჯამში დღესაც ცვლის და ხვალ კიდე უფრო შეცვლის ყველა ინდუსტრიას. მაგრამ რადგანაც ავტოინდუსტრიაში ხარ, საინტერესოა ჩემთვის აი ფართო კონტექსტიდან რო დამანახო, როგორც ცვლის ხელოვნური ინტელექტი ამ ინდუსტრიას. საინტერესო კითხვაა. სწორად თქვი, ხელოვნური ინტელექტი პრინციპში ნებისმიერ ყველა ინდუსტრიას ერგება და ცდილობს, რომ იმ პროცესების ოპტიმიზაცია გააკეთოს, რომელიც ეხლა ვთქვათ მანუალურად კეთდება. და ჩვენი თავარი რაღაც პრობლემა, რაც დავინახეთ, რაშიც მე უკვე გადაწყვეტა მოვიფიქრეთ, ზუსტად ის იყო, რომ ის ბიზნეს პროცესები, რომელიც ავტომანქანის დილერშიპებში ვხედავდით, რომ კეთდებოდა მანუალურად, დავინახეთ, რომ AI ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვეძლო ამისი ავტომატიზირება. და ეს იყო რაღაც თავარი მიზანი და მიზეზი, რატომაც ავტომანქანის ინდუსტრიაში, ასე ვთქვათ, შევედით. ავტომანქანის ინდუსტრია საინტერესოა, იმიტომ რომ სხვა ყველა ინდუსტრიასთან განსხვავებით, შედარებით ტექნოლოგიურად მოიკოჭლებს. ის ადაპტაცია, რასაც ვთქვათ, ნებისმიერი სხვა ინდუსტრია გადის, ავტომანქანის დილერშიპებში და ავტოინდუსტრიაში შედარებით უფრო ნელი პროცესია. რითი არის გამოწვეული, რომ ეს ინდუსტრია ასე
ტექნოლოგიურად ცოტა ისე ნელა ვითარდება, რამე ტრენდი არის, რომელიც ანელებს ამ ინდუსტრიას კონკრეტულად? კი, თვითონ ამ ბიზნესის ოუნერები არიან, წარმოიდგინე 50+ ასაკის ადამიანები, რომლებსაც ტექნოლოგიებში ისეთი, ასე ვთქვათ, ცოდნა ან ინტერესი საერთოდ არ აქვთ. ანუ ეს ბიზნესები, რაც მათ დაიწყეს, იყო მათი მშობლების, მათი ბაბუების, ბებიების და ეს არის რაღაც ოჯახური მემკვიდრეობით მოსდევთ და ეს განაპირობებს იმას, რომ ტრადიციულად რასაც აკეთებდნენ, ცდილობენ, რომ ეს ტრადიცია არ დაარღვიონ და ასე ვთქვათ, გააგრძელონ. და ამიტომ ერთის მხრივ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან დიდი შესაძლებლობაა. და ზუსტად აი ამ შესაძლებლობის დანახვაში ჩვენ დავეხმარეთ ავტომანქანის ინდუსტრიაში მოთამაშე, ასე ვთქვათ, კომპანიებს, რომ ეს ყველაფერი დაენახათ. გამიზნულად ამ ინდუსტრიაზე წახვედით? ეგ იყო თქვენი რაღაცნაირად strategic move, ანუ ზუსტად იცოდით, რომ ეს ინდუსტრია თუ სხვა ინდუსტრიებს ტესტავდით და ამ ინდუსტრიამ ეს ინდუსტრია დაინტერესდა თუ როგორ იყო? თავიდან ჩვენ მოკლედ ორი ფაზა არის პულსარის. ერთი რომ ადგილობრივ ბაზარზე როგორ მუშაობდით და რას ვაკეთებდით, რაც განსხვავებული ბიზნეს მოდელი ქონდა საერთოდ. და ამერიკაში ეს მეორე ფაზა რაც იყო ავტომანქანის ინდუსტრია. თუმცა სხვა ბიზნეს მოდელები, სხვა, ანუ მსგავსი ტიპის პრობლემა სხვა ინდუსტრიაშიც დავინახეთ, მაგალითად უძრავი ქონება. თუმცა ჩვენი პარტნიორის დახმარებით, ჯორჯ არისონი ჩვენი ჩერმენი და კოფაუნდერია, თანადამფუძნებელია და თვითონ მას ჰქონდა ძალიან დიდი გამოცდილება ავტომანქანის ინდუსტრიებში. იმიტომ რომ Shift-ის კოფაუნდერი და CEO იყო და შესაბამისად Shift-ი რისი კომპანია? Shift-ი არის მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა. Carvana, Vroom-ი. Shift-ი უბრალოდ კალიფორნიაში არის, ასე ვთქვათ, დაფუძნებული. ანუ ქონდა წარსული გამოცდილება მაგ თემაზე? კი, ჩვენ პირადად ქართულ დამფუძნებლებს არ გქონდა, თუმცა ჩვენი მთავარი ინტერესი და мотиваცია იყო, რომ AI first კომპანია ვყოფილიყავით და რომელი ინდუსტრია იქნებოდა, მე პირადად ესეთი ინტერესი არ მქონდა. მთავარია ჩემთვის ყოფილიყო იმ პრობლემის გადაწყვეტაში ხელოვნური ინტელექტი ჩაგვერთო. და პრინციპში აქედან დავიწყეთ. ეს იყო ის ინდუსტრია, რომელშიც ჩავერთეთ. თუმცა, როგორც ვახსენე, ანუ ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში შეიძლება ეს use case-ები გქონდეს. ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ ისე მოხდა, რომ ის კონკრეტული პრობლემა დავინახეთ იქ, სადაც ავტომანქანის, ასე ვთქვათ, ყიდვა-გაყიდვა ხდებოდა. შენთვის რა არის ხელოვნური ინტელექტი? აი შენ როგორ ხედავ? 1000-ნაირი წამიკითხავს და ალბათ შენი მაინტერესებს ყველაზე. შენთვის რა არის AI? საინტერესო კითხვა. ჩემთვის ხელოვნური ინტელექტი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერი რამ გააკეთო მასშტაბირებულად, ასე ვთქვათ, და გამოიყენო ის ტექნოლოგია, რომელიც მოგცემს საშუალებას იმაზე მეტი აკეთო, რასაც ახლა დღეს აკეთებ. და ეს არის ის დამხმარე, ასე ვთქვათ, თული, რომლითაც ბევრად უფრო პროდუქტიული და ეფექტური ხდები. ანუ შენ მასშტაბირების შესაძლებლობად ხედავ, ხო? ეს. ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო დროს ვცხოვრობთ. და მგონია, რომ AI-სთან დაკავშირებით თითქოს მეც მაქვს შერეული ემოცია. ანუ ერთის მხრივ მაქვს excitement-ი, ეს რაღაცნაირი რომ რაღაცა ისეთი შემოდის, აი Google-ი რო გამოჩნდა და თითქოს Google-მა რო გახსნა სამყარო, ხო, ძიება, მოაწესრიგა ძიების პროცესი და ბევრ რაღაცა შეცვალა Google-მა, ხო? ეხლა ჩემთვის ეს არის AI. მე მაქვს ჩემი პატარა გამოცდილება ვიწრო ურთიერთობის, თუმცა რაღაცა პროექტებში კი გამოვიყენებია, მაგრამ ნუ ესე პირადი ურთიერთობები რო აწყობ და კითხვებს რო სვავ და მე რო უკეთესად სწავლობ, ან კითხვა როგორ დასვა, ან ამოცანა როგორ დასვა, პრომპტინგი, ხო, მაგრამ აი მეორე ემოცია დარწმუნებული ვარ არის შიში. მაგაზე ბევრს კითხულობ, ხო, რომ
რამდენი პროფესია გაქრება, რამდენი დასაქმებული ადამიანი დარჩება საქმის გარეშე. აი თითქოს ეს ორი პარალელური სტრიმს ხედავ ჩემშიც და ზოგადად საინფორმაციო ნაკადები რაც არის და მე მგონი კონფერენცია აღარ არის, სადაც AI-ს არ ახსენებენ, ხო? ანუ AI როგორ შესვლის ჩვენ ინდუსტრიას. თითქოს რაღაც შაბლონურ კითხვად გადაიქცა უკვე. შენ რა სიტყვი ამ excitement-ზე და ანუ upside-ზე და downside-ზე AI-ს როგორც უკვე თანადამფუძნებელმა იმ კომპანიას, რომელიც ამ ინსტრუმენტს აქტიურად იყენებს. მე ესე ვხედავ და ძალიან ბუნებრივია და მესმის ის შფოთვა თუნდაც ან ფიქრები იმაზე თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს AI-დან მაგაში გეთანხმებით მონეტას ორი მხარე აქვს ხო აქვს upside-იც ექნება და downside-იც მე მგონია რომ ორი ყველაზე დიდი და ასე ვთქვათ კრიტიკული პრობლემაა ეხა დღევანდელ რეალობაში ეს პრობლემა დიდად არ დგას, ვერ ხედავთ მაგ რისკებს. თუმცა ტექნოლოგია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ეს შეიძლება ეს პრობლემა გახდეს ხვალ, ზეგ, ერთ წელიწადში და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ეხლა გეტყვით ეს ორ პრობლემას რას გულისხმობ რა, ანუ ერთი არის misuse, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს large language მოდელები რაც არსებობს, ცოტა მეტი მითხარი ტერმინებს შეიძლება დავიკარგო. რა არის large language? აი OpenAI ეხლა რაც ახსენეთ, ხო, ChatGPT რაც ახსენეთ, ხო, ეს ყველაფერი დაფუძნებულია დიდ მოცულობის data-ზე, რომელიც არის დამუშავებული და ეს არის ის large language მოდელები, რის საფუძველზეც მე ეს ასე ვთქვათ ტექნოლოგია და ეს პროდუქტი რეალურად მუშაობს. და ეს შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს იმისთვის, რომ მაგალითად გადაჭრას ძალიან დიდი პრობლემა, მაგალითად რა, მათემატიკის პრობლემა გადაჭრას პირობითად. ან იყოს უკეთესი მენტორი თავისთვის, ხო, მაგალითად. ისეთი prompt engineering-ი გააკეთოს, რომ რაღაც დადებითი ეფექტი ქონდეს მასზე. თუმცა იგივე ადამიანმა შეიძლება ცუდი მიზნებისთვის გამოიყენოს ეს ყველაფერი. მაგალითად კიბერ შეტევა, მაგალითად ანუ გამოათვლევინოს ამ მანქანას სუსტი წერტილები? ზუსტად, გამოიყენოს მოდელი იმისთვის, რომ მიიღოს ის ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ უკვე ცუდი მიზნისთვის გამოიყენებს. ბიოტექშიც შეიძლება მსგავსი ცუდი кейსები დავინახოთ. ასევე შეიძლება nuclear დანადგარებისთვის, არ ვიცი, ისეთი და არსებობს რამე security wall-ები, რომელიც შეიძლება ეგ ნაწილი დაიცვას, აი თითქოს თუ მე განზრახვა არა მაქვს სასიკეთო. რამე არსებობს, რაც შეაკავებს ასეთ ადამიანებს? ეგ ძალიან კარგი კითხვაა და ეხლა გეტყვით როგორ ხდება ეს დღეს, მაგალითად. სხვადასხვა ტიპის მოდელები არსებობს. Claude, ChatGPT, Google-საც თავისი AI მოდელი აქვს და როგორ არის იცით, ეხლა არის მათ კეთილნებაზე ეს ყველაფერი და ნუ მაგალითად Claude-ის CEO-ს პოდკასტს უსმენდი Lex Friedman-თან იყო და მან თქვა ესეთი რაღაც, რომ ჩვენ შიდა, ასე ვთქვათ, დაცულობითი სისტემა გვაქვს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და დაფუძნებულია ამ და ამ frameworks-ზე პირობითად ვამბობ. მაგრამ ეს არის თვითონ ამ კომპანიების პირადინება, რომ ამას გააკეთებენ და მოწადინებული არიან, რომ ასე ვთქვათ, AI უსაფრთხოების წესები დაიცვან, მაგრამ ეს სახელმწიფო დონეზე რეგულაციების ნაწილში არ არის დაცული. შესაბამისად, რაც არ უნდა დიდმა კომპანიებმა თქვან, რომ კი, ჩვენ უსაფრთხოების ყველა წესს ვიცავთ და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეტყობინებების სახით მივიღოთ თუ რამე საგანგაშოა და პრევენცია ამის გავაკეთოთ და დამატებითი უსაფრთხოებები გავაკეთოთ, პატარა კომპანიებისთვის, ანუ მათ შეიძლება არ ქონდეთ ეს რესურსი. შესაბამისად, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ის გამოყენება პატარა მოდელის ან ნებისმიერი სხვა კომპანიის მოხდეს ისე, რომ შეიძლება კომპანიას არ უნდადეს ეს კონკრეტული use case-ი, რომ დადგეს, თუმცა მათი ჩართულობის გარეშე შეიძლება ეს მოხდეს. ამიტომ დიდი კომპანიები ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან მოწადინებული არიან იმაზე, რომ ეს
ვთქვათ, რაღაც ჩარჩოების ქვეშ მოხდეს სახელმწიფოს მიხედვით. და კალიფორნიაში იყო, მე მგონი თუ არ ვცდები, ეს ასე ვთქვათ, დებატები იმაზე თუ რამდენად უნდა შეიზღუდოს და რამდენად უნდა დარეგულირდეს AI და იყო სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შეთავაზებები იმაზე, რომ მაგალითად აუდიტი გაკეთდეს, მაგალითად კონდეს ნებისმიერ ამ პლატფორმას, AI პლატფორმას, რომ შეწყვიტოს ოპერირება იმ წამშივე, როდესაც შესაბამისი ალერტი მოვა. და ეს განხილვის საგანია, ილონ მასკი მაგალითად ძალიან, ასე ვთქვათ, პრო ამ რეგულაციებში არის. თუმცა რეგულაციებთან ერთად ერთი საყურადღებო ის არის, რომ ინოვაცია ნელდება. და ან როგორ უნდა ბალანსი, სადვიპოვოთ ბალანსი, ეხა არის, ვთქვათ, ის ეტაპი, რაზეც აქ ვარ და ეს პირველი ნაწილი, რაც განვიხილეთ, ხო, ანუ ცუდი მიზნებისთვის გამოყენება არის ერთ-ერთი რისკი და მეორე რისკი არის ეს ავტონომია, რომ მაგალითად თვითონვე დაიწყოს რაღაცეების ანალიზი, თვითონვე დაიწყოს დავალების გარეშე და ესეც მეორე, ასე ვთქვათ, კრიტიკული პრობლემა არის, რომელსაც ეხლა შეიძლება ესე დღეს არ იდგეს პრობლემა, თუმცა სამომავლოდ შეიძლება იჩინოს. სოფო, ჩვენ შეიძლება ხა ბევრი მაყურებელი მსმენელი ყავდეს, რომ ესე შორიდან იცნობს ამ ტექნოლოგიას და ახლოს არ მეგობრობს. შეგიძლია შენი სიტყვებით ოფიციალური განმარტების გარეშე აუხსნა ადამიანებს, საერთოდ რა არის ეს მექანიზმი, ან ეს თვითსწავლადი, database თუ რაც არის, რომ უბრალოდ მარტივი ადამიანური ენით აუხსნათ საბოლოო ჯამში რა არის ესეთი საშიში ხელოვნური რატო და არ ბრენდინგში მე მგონი რაღაცა პრობლემა არის საბოლოო ჯამში მე რაღაც ბრენდინგში პრობლემას ხედავ იმიტომ რომ ეს ხელოვნური თავისთავად იწვევს ხელოვნური რაღაც ისეთი სიტყვა არ არის რაღაცა სახიფათო შეგიძლია აუხსნა ადამიანებს რა არის ეს ტექნოლოგია თვითონ ტექნოლოგია დაფუძნებულია მონაცემებზე, დიდ მონაცემზე, რომელიც აი ამ მონაცემების დამუშავების შესაბამისად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებში, ასე ვთქვათ, შემდეგ გადაწყვეტილებებს იღებს. ეხლაც აი ეს OpenAI, ChatGPT, Claude რა ტექნოლოგიებიც ვახსენე, მათ აქვთ გაანალიზებული მილიონობით მონაცემები და შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი კითხვას სვავს, ყველა მისი ცოდნიდან გამომდინარე ძალიან სწრაფად ამ მონაცემებს აგროვებს და უკეთებს, ასე ვთქვათ, სამარიზაციას. ხო, ეს გამოყენება, როგორც ვახსენე, შეიძლება იყოს ბიზნესისთვისაც, პირადი ადამიანისთვისაც, კონკრეტულად ინდივიდუალური ადამიანისთვისაც, მეც მაგალითად ახლა პირადი მომხმარებელიც ვარ, ხო, GPT-ს, არა მარტო თქვა, ჩვენი კომპანია იყენებს large language models. გადახვედი Google-დან GPT-ზე მთლიანად? მეტნაკლებად ესე ვიტყოდი. თუ კონკრეტულ საიტს ვეძებ, რა თქმა უნდა, ვიყენებ Google-ს. თუმცა მე მაგალითად ძალიან მეხმარება იმეილის წერაში, ძალიან მეხმარება რაღაც როგორ გეხმარება, შეგიძლიათ ცოტა მეტი მითხრა. აი იმეილს იწერები. ხო. მოდი, practical use მომიყევი, როგორ იყენებ? ანუ რაში გჭირდება მისი დახმარება და რა ეფექტს გაძლევს ეგ? მე გავაკეთე ჩემი პირადი პროფილი და ვუთხარი ესეთი რაღაც, ეს prompt engineering-ი პრინციპში ეგ არის, ხო? ბარემ ეგეც ჩვენ გლეხურ ადამიანურზე აგვიხსენია. ხო, prompt engineering-ი არის, აი ჩათვალეთ მესიჯი, რითითაც აძლევ ნებისმიერ მოდელს კონტექსტს. ეს შეიძლება იყოს, რომ აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად, ხო? მხარ სოფო ჭყოიძე, 29 წლის, ვიცე-პრეზიდენტი პროდუქტის ოპერაციების მიმართულებით, შენი ბექგრაუნდი არის ესა და ეს და შენ მოდი იყავი დღეს ჩემი მენტორი. და მე თქვათ, რაღაც ესეთი პრობლემა მაქვს, მე ესე ვხედავ, რომ solution-ი ესე უნდა იყოს, ანუ ეს მეილი უნდა დავდრაფტო და შენ იყავი ჩემი მენტორი და მითხარი, რამდენად სწორად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ მენტორზე აძლევ მითითებას, რა ვიცი, როგორი მენტორი იყავი, უფრო მკაცრი თუ უფრო კოუჩური თუ Steve Jobs-ი იყავი ჩემთვის თუ ვინ იყავი? აი ეგაა ყველაზე კარგი, რომ შენ შეგიძლია მიმართულება მისცე. თუ გინდა რომ იყოს კრიტიკული, იქნება კრიტიკული, თუ გინდა რომ იყოს მეგობრული მეგობრული.
კარგი კითხვა. ან მე ესე დიდად არ რაციონალურად მითხარი ემოციების გარეშე, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ანუ აი რაღაც ესეთი ის მაქვს ხოლმე. ასევე კიდევ ხო მე თუ სადმე კითხვა გამიჩნდა გაგაჩერებ. რატო რისთვის გჭირდება რომ იყოს უფრო რაციონალური და ნაკლებად ემოციური? რას გაძლევს ეგ შენ? შენ თვითონ ხარ უფრო ემოციური თუ რატო გჭირდება მეორე მხარეს ნაკლებად ემოციური და უფრო რაციონალური? ვფიქრობ, რომ ვალიდაციას მაძლევს. ემოციური ნაწილი იმიტომ მაინტერესებს, რომ მინდა გავაანალიზო რაღაც ერთი ნაბიჯით უკან რო დავიხიო, რა სიტუაცია, რა კონტექსტია, ზოგადად რო შევაფასო. ხო, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც ნაკლები ემოციით და მეტი რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღო. ეს ზოგადად ცხოვრებაში და არა მხოლოდ GPT-სთან ურთიერთობაში. ზუსტად. სხვა მხრიდან როგორ შევხედავდი ამ ყველაფერს, ამის დანახებაში მეხმარებ. რა ემოციასთან მეგობრობ და რომელთან ნაკლებად მეგობრობ? რა ემოციასთან მეგობრობ და რა ემოციასთან არ მეგობრობ? ხედავ საინასად გადავუხვი. ხო. ეგ არის კარგი, რომ კითხვები არ აქვს. ეს ემოცია relatedness არ ვიცი ქართულად როგორ არის. ეს არის ის ემოცია, რომელთანაც ძალიან მეგობრობ. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გრძნობები, რასაც გადავცემ, თქვა ჩემ კოლეგებს, ჩემ თანამშრომლებს. ხო, რომელი კონკრეტულად? რომელი გრძნობა არის ეს? relatedness არ ვიცი კავშირში. ხო, აი კავშირის ხო შეგრძნება როგორც. ხო. რა ემოციასთან არ მეგობრობ? ნაკლებად მეგობრობ. ანუ გიჭირს მისი განცდა. ხელოვნური ინტელექტს არ ვკითხავ. სოფორობელებთან მეგობრობ, აი იმას არ აქვს პასუხი. ხო. ადრე უფრო ნაკლებად მეგობრობდი, ახლა შედარებით უფრო მეგობრობ, მაგრამ ანუ აი იმედგაცრუებასთან ნაკლებად მეგობრობ ალბათ. ოკეი. ანუ როცა გაქვს მოლოდინები და ეგ მოლოდინები არ მართლდება? მაგას გულისხმობ? კი. ოკეი. ანუ თუ სწორედ გავიგე, კონტექსტის შექმნა არის კი მანქანისთვის. კი. ანუ თუ მიეცი powerfully, ანუ ძლიერად თუ მიეცი კონტექსტი, შესაბამისად ის შეძლებს ბევრად უფრო ზუსტად შეხედოს ამოცანას თუ გაიგო კონტექსტის. ზუსტად. და ეს არის prompt engineering, რომელიც ასევე ისწავლება და ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მისცემ შენ თავზე, გარემოებაზე, მით უფრო კარგად აღიქვავს და ადამიანიც ეგრეა პრინციპში, ხო? რაც უფრო მეტ ინფორმაციას მისცემ, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. და ასევე ანუ ეხლა კიდევ ერთი ან ბევრი მაგალითია როგორ შეიძლება გამოიყენო თქვათ შენ რა შეიყენე? აი იმეილის წერაში იყენე. კიდე? ტექსტის სამარიზაციაში, შეჯამებაში, ხო. აი მაგალითად 100 გვერდიანი დოკუმენტი, როდესაც თქვათ უნდა გაანალიზო, ის მთავარი message box-ების, ასე ვთქვათ, ამოკრება, რაც გეხმარება იმაში, რომ სწორად შეაფასო ის დოკუმენტი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი use case-ია. და ნებისმიერი, ანუ მარტო პროფესიულ თვალსაზრისით რო არ განვიხილოთ, რაღაც საჩუქრის იდეები მაგალითად, ხო, რაღაც ჩემი შვილი მიდის დაბადების დღეზე, გოგო კლასელი და რა შეიძლება ვთქვათ აჩუქოს, რომელიც ვთქვათ იმ გოგოს მოეწონება, პირობითად ვამბობ. ასევე მაგალითად დაგეგმვა ნებისმიერი დასვენების, ხო, შეგულების. 6. მაგიტო, ეხლა დაბადების დღიდან მოვდივარ და მაგიტო. ნუ ეხანდელი გამოცდილება. კი, ძალიან ისეთ გამოცდილება. მე მქონდა ეგეთი кейსი, ხა ჩემი უფროსი ქალიშვილი აბარებს. და დავდექი, იცი, როგორი გამოწვევის წინაშე ექიმებს შვილის სამედიცინოზე რო აბარებს და განიცდიან. მან მითხრა, მაინტერესებს მარკეტინგი. მე მქონდა შერეული რეაქცია ამაზე. ანუ თან გამეხარდა
თან რაღაცნაირი ესეთი ფორიაკი გამოიწვია ჩემში და უთხარი შვილო რატო ირჩევ პროფესიას რომელსაც AI გააკრობს და მე მჯერა რომ გააკრობს იმიტომ რომ მე აღარ მასო სად კანში თუ სადღაც იყო პრეზენტაცია AI production-ის სადაც უბრალოდ ჩოვლებრივად ადამიანები შეყავდა ის თლიანად ვიდეო production-ს აკეთებს საკმაოდ მაღალი ხარისხის და ვაჩელენჯებდი ხო? ანუ არა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვეთანხმები, თორე მისიას რჩევია პროფესია ფული, შეიძლება მკითხოს აზრი, შეიძლება ამ მკითხოს ეს თვითონ მის ნებაზეა, მაგრამ AI based შეგიძლია აი AI სამყაროში ცოტა ხანი რო გადავახვიოთ, რომ down the road 5 წელიწადში, 10 წელიწადში რო ვიყოთ ეხლა, ხო? AI based რა პროფესიებს ხედავ შენ ყველაზე ესეც საინტერესოს მოთხოვნაც, აი რა არის დღეს ეს მოთხოვნადი და რას ურჩევდი, თუნდაც ჩვენი მაყურებლებიდან დარწმუნებული ვარ, იქნება თაობა, რომელიც ეხა ფიქრობს პროფესიაზე. რა პროფესიებს ფიქრობ, რომ განვითარდება ყველაზე მეტი და რასაც ექნება დიდი პერსპექტივა, მათ შორის დასაქმების ბევრგან. დასაქმებით დავიწყებ. ჩემი აზრით გაიმარჯვებს, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვა, მაგრამ გაიმარჯვებს ის ადამიანი, რომელმაც იცის AI ტექნოლოგიების გამოყენება ნებისმიერ ინდუსტრიაში. ხო, და ვიტყვი ახლა რატომ? იმიტომ რომ პროფესიები შეიცვლება. ან არ გაუქმდება, მოდი, ინდუსტრია არ გაუქმდება. მოდერნიზირდება, მოდიფიკაცია. მე ესე როგორ ხედავ ამ მოდიფიკაციას? შეგიძლია ცოტა მეტი მითხრა. ძალიან საინტერესოა. ანუ ისე ვეძიები, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა. ხო, იმ ასე ვთქვათ, დავალებების კეთება, რომელიც უკვე შეგიძლია, რომ AI მოდელებით გააკეთო, ის ნაწილი, რასაც შენ ახარჯავდი პირობითად 10 საათს მაგალითად, ხო? 10 საათიდან შენ თუ შეკუმშავ და AI მოდელების გათვალისწინებით, თქვა და მათი დახმარებით შეამცირებ 2 საათამდე, შენ გაქვს 8 საათი თავისუფალი დრო, რომ დახარჯო research-ში და development-ში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. თვით განვითარებაში და შენი საქმის უკეთ კეთებაში. და ზუსტად ამ ტექნოლოგიების მიზანიც ეს არის, რომ ეფექტურობა გაზარდოს ადამიანის. და მე ესე მგონია, რომ ის პროფესიები უბრალოდ ტრანზიცია მოხდება და სხვა მიმართულებით ჩაერთვება ისევ ის ადამიანი, თუმცა მისი ხედვა ბევრად უფრო წინ იქნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანის. მეგონს ხვდები, რასაც ჩვენ ხელით ვაკეთებთ, ჯერ კიდე შენარჩუნდება დიდი ხანი. და მე მაგალითად მგონია, რომ აი უამრავი მე გეტყვი ჩემ მოსაზრებებს. მე ვერ ხვდები რისთვის იქნება 10 საჭირო ან მასწავლებელი ან ლექტორი. იმიტომ რომ ნების ყოველდღე შეიძლება ახალი ლექტორი მოვიდეს მისი სახით, ხო? უამრავ პროფესიას ხედავ, რომელსაც შეიძლება ჩვენ რო განთავისუფლდეთ ამ პროფესიებიდან, ჩვენმა ნიჭმა პირიქით სხვა პროფესიები გახსნას, ბევრი ახალი და აღარ იყოს იმ დღეს ვაპარაკობდით როგორც იურისტი, ექიმი და ეკონომისტი თუ მე ბიზნესად რო გადაი 4 პროფესია რო არსებობდა ჩვენ ქვეყანაში 20 წელი დაახლოებით ესე იყო, ხო? მე მინდა დაუბრუნდე ისევ როგორ მიხვედი შენ, ხო, პულსარს, სანამ ამ კითხვას დასო წინა კითხვა მქონდა. პულსარს თავისი AI ქონდა განვითარებული, ხო? სწორედ მესმის, ანუ თქვენი ტექნოლოგია შექმენით, ხო? და საბოლოო ჯამში ამ შექმნილმა ტექნოლოგიამ მოგიტანათ რაღაცა წარმატება ჯერ ქართულ ბაზარზე, სადაც თქვენ დაფუძდით, მაგაზე ჩაგეკითხებით ცალკე. მერე თქვენ დაიწყეთ სტარტაპულად მოძრაობა და შესაბამისად გახვედით საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც წარმატებით დაახსრულეთ ეგზიტით. სწორედ მესმის ლოგიკა იმისი რა გზას გაიარეთ თუ დეტალების გარეშე ესე თლიანობაში რო შევხედოთ ესეა ის გზა რაც იარეთ? დავიწყეთ საქართველოდან, გავაგრძელეთ ამერიკაში და ეხლა ადგილობრივ ბაზარზეც და საერთაშორისო ბაზარზეც ვოპერირებთ. როგორ მიხვედი
შენ და შენი პარტნიორები ამ იდეამდე რომ ეგეთი კომპანია დაგეფუძნებინათ, რა უძღოდა ამას წინ? ჩვენ გავერთიანდით, ძალიან საინტერესო ვთქვათ, შეხვედრა გქონდა მე და ჩემი ბიზნეს პარტნიორი ზალი, ერთად მუშაობდით Smartex-ში და პრინციპში ზალისგან პირველი რაც მნიშვნელოვანი რაღაც რაც ვისწავლე არის ის რომ სულ ასე ვთქვათ ეძიება ახალ ტექნოლოგიებს, ინდუსტრიის სიახლეებს და ყოველთვის ასე ვთქვათ ვითარდება მაგ ნაწილში. ყოველთვის ასე ვთქვათ სწავლობს გლობალური ასე ვთქვათ success case-ებისგან. და მასში ეს ძალიან მომწონდა. და როდესაც მე ჩვენი გზები გაიყო და რანაირად გაიყო? მე იმანის კომერციული დირექტორი ვიყავი შემდგომ ზალი Pinpoint-ის დამფუძნებელი იყო და Smartex-ის შვილობილი კომპანია იყო იმანი და მოკლედ ისე მოხდა რომ მე Smartex-დან Liberty Bank-ში წავედი, მე იმანიში მუშაობდი და მოკლედ უბრალოდ ესე გაიყო ჩვენი გზები. თუმცა მახსოვს იმანიში მუშაობდი, როცა ზალი და დაჩი ჩემი პარტნიორები ესე უბრალოდ შევხვდით და თან მე მაშინ მახსოვს იმანიში ვაკეთებდით სტრატეგიული პარტნიორის კვლევას რაღაც კონკრეტულ პლატფორმის დაინტეგრირება გვინდოდა და მაშინ იყო პირველად ის შემთხვევა, როდესაც წავიკითხე რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტა, პრობლემის გადაწყვეტა არის დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტზე. და ძალიან დამაინტერესა, უნივერსიტეტშიც არ მისწავლია, მაშინ მეორე, ალბათ მესამე კურსზე ვიყავი და ეგ ჩემთვის ძალიან უცხოხილი იყო, საერთოდ არ ვიცოდი რას ნიშნავდა. და ძალიან დამაინტერესა და ისე დაემთხვა, ასე ვთქვათ, დაგაინტერესა რა თვითონ ტერმინმა, თუ შესაძლებელი. თვითონ ტერმინი, ანუ ხო, ვერ მივხვდი საერთოდ, ანუ რა შეიძლებოდა ხელოვნურ ინტელექტს გაეკეთებინა, რასაც ადამიანური ინტელექტი ვერ აკეთებდა. და მაგ დროს ჩავეძიე. და შემდგომ ეს ჩემ მიკუთხით ეს ხელოვნურ ინტელექტზე, ასე ვთქვათ, კვლევა დაწყებული მქონდა. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ეს ძალიან ახალი იყო. და შემდგომ ხო დაჩი და ზალთან ერთად ესეთი შეხვედრა გქონდა მესამე კურსზე ვიყავი მაშინ ფინანსების განხრით მაქვს ბიზნეს ადმინისტრირება მაქვს დამთავრებული და მე მგონი უნივერსიტეტის ნაწილში ხო გადავიკვეთეთ და ესე მომიყვნენ ასე ვთქვათ დაჩიც და ზალიც რას აკეთებდნენ და ეს იყო ერთ-ერთი ბანკისთვის საქართველოში რომ შეგვექმნა პირველი ფინანსური ჩატბოტი. და რაღაც რამდენიმე იტერაციის მერე იმდენად დამაინტერესა ამ იდეამაც, თვითონ თან გუნდთან მქონდა შეხება, ვიცოდი. შენ რატო დაგიძახეს ამ საუბარზე? ეძებდნენ პარტნიორს, ეძებდნენ საოპერაციო მიმართულებით ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს ჩაიბარებდა. ხო, ჩემი როლი თვითონ პულსარში არის საოპერაციო მიმართულება, ხო? ანუ ხო, ბარემ ეგეც რო თქვა, რომ როგორ აგავთ როლები გადანაწილება, როგორ გქონდათ, ახლა დღეს შეიძლება სხვანაირად ხარ. ხო, სხვანაირად არის კი. აი, როგორ იყო პულსარის ჩამოყალიბების დროს? როგორ შედგა ეს პარტნერშიპი თქვენ შორის და როგორ გადაინაწილეთ როლები? როლების გადანაწილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, ასე ვთქვათ, სტარტაპის წარმატებაში. და ჩვენ შემთხვევაში ეს როლები საკმაოდ მკაფიოდ იყო გადანაწილებული თავიდანვე. ზალის მიმართულება იყო ტექნოლოგიები, დაჯის მიმართულება იყო ხედვა, ზოგადად, სად მივდივართ, სად მივდივართ და ჩემი, ასე ვთქვათ, მიზანი იყო როგორ მივდივართ აქამდე, ეს execution-ის ნაწილი. და პრინციპში ანუ ეს სამივე როლი იმდენად კარგად ვქონდა ერთმანეთთან გადანაწილებული, რომ პრინციპში გუნდის ზრდასთან ერთად არასდროს არ ქონია შექმნილი, ასე ვთქვათ, პრობლემა ამ ნაწილში.
და ხო საოპერაციო მიმართულება იმიტომ ავირჩიე, იმიტომ რომ მე მომწონს ბევრი რაღაცის, სხვადასხვა რაღაცის კეთება. და ალბათ ეგ არის entrepreneurial spirit, რასაც ამბობენ, ხო? ანუ ერთი დღე შეიძლება ბუღალტერიც იყო, მეორე დღე შეიძლება გაყიდვების მენეჯერი იყო, მესამე დღე შეიძლება CFO იყო, რომელიც რაღაც ფინანსურ უწყისებს უყურებს. ხო და რომელი იყო ამ როლებიდან მე და ჩენი? პროცესების დალაგება. აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ საერთოდ არ ვიცოდით ამერიკის ბაზარზე რო შევედით, არ ვიცოდით როგორ იყო სტრუქტურიზებული ყველაფერი, არ ვიცოდით კლიენტთან ურთიერთობა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით როგორ უნდა დაგვეონბორდებინა მომხმარებელი, ხო? თან ავტომანქანის დილერებთან აქამდე არ ქონდა შეხება, ხო? ანუ გარდა იურიდიული ნაწილისა, ფინანსური ნაწილიც ჩვენთვის უცნობი იყო, ანუ უწყისები როგორ უნდა, ასე ვთქვათ, დაგვესტრუქტურიზებინა, ანუ ფინანსური ნაწილიც, ადმინისტრაციული ნაწილიც, ბიზნეს ნაწილი, თვითონ ბიზნეს პროცესების დალაგებაც და იურიდიული ნაწილი ვთქვი უკვე. და აი ამ ყველაფრის გარკვევა იყო ის, რაც მე ყველაზე მეტად მომწონდა და პრინციპში დღესაც მომწონს, იმიტომ რომ დღესაც ისეთივე რაღაც ახალი მიმართულებებია, რომელიც აქამდე არ ვიყავი, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. მანდ არის მნიშვნელოვანი ერთი მომენტი, რომლისკენაც მინდა გთხოვო, რომ მიმინათო რა. თქვენ წახვედით ახალ ბაზარს, საკმაოდ განვითარება ამერიკის ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ბაზარი მსოფლიოში. წახვედით საქართველოდან. და მოიჭიდეთ რო არიცით უამრავი პროცესი. აი მანდ რა არის ის თვისება, ან რა არის სტამინა, რომელიც გაწყვეტინებს, რომ გადაეშვა და მოკიდო ხელი იმას, რაც არიცი, არ გიკეთებია, არ ქონია გამოცდილება, უზარმაზარი კონკურენცია, ძალიან კონკურენტული ბაზარია, აი რა არის მანდ რა ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო? მოტივაცია და დისციპლინა ალბათ. მოტივაცია იმისა, რომ გააკეთო ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებია და ამითი შენ თავს გადაახტე? ხო, შენ თავს გადაახტე. და პასუხისმგებლობა გქონდა კიდევ ძალიან დიდი რა, ანუ ამის შეგრძნება გქონდა, იმიტომ რომ პირადად ამბობ თუ ყველაზე ამბობ, ყველაზე ამბობ. მგონია რომ საქართველოს ოფისში 85 ადამიანი ვართ დაახლოებით რა და ამ კულტურის შენარჩუნება, როდესაც 80 კაციანი ასე ვთქვათ გუნდი ყავს, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რაღაც გვერდით რო ყავს თანამშრომელი, რომელიც ასევე პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა იმ საქმეს, ეს გუნდი მე ისეთ ასე ვთქვათ ეფექტს, გადამდებ ეფექტს დებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთზე. და ჩვენც ეგრე ვიყავით. ერთმანეთის, ასე ვთქვათ, შემხედვარე, ვცდილობდით, რომ ყველაფერი გადაგვედო იმისთვის, რომ იმ მიზნისთვის მიგვეღწია. ეგზიტი არ ყოფილა ჩვენი მიზანი, ანუ ამითი არ დაგვიწყია. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა სხვა ბაზარზე, სხვა დიდ ბაზარზე ჩვენი თავი რომ დაგვეკვირდებინა. და ხო, აი ეგ არის რა, მაგალითად ახლა 1000 თანამშრომელი რო ყავს, პირობითად ვამბობ, ხო? 800, აქედან თქვათ 800 რომ არის ადამიანი, რომელიც აი რაღაც კი, რაღაც ex-Google, ex-Facebook არის, მაგრამ ანუ შინაგანად არანაირი, ასე თქვათ, attachment-ი არა კომპანიის მიმართ versus 200 ადამიანი, რომელსაც თქვათ ძალიან მოტივირებულია და შინაგანად ესმის ის პრობლემა და თავის გუნდის ნაწილად გრძნობს, ან ვთქვათ, ეგეთი 1000 კაციანი გუნდის მართვა გირჩევნია თუ მაგალითად 100 ადამიანი, რომელიც იცი, რომ ნამდვილად მონდომებულები არიან, ნამდვილად ესმით ის ღირებულება, ის კულტურა, ის მისია და ცდილობენ რომ გააკეთონ. ამიტომ ჩვენ ანუ ყოველთვის ცდილობდით, რომ პატარა გუნდით მიგვეღწია ძალიან ბევრს და ზუსტად აი ამ მონდომებით, მოტივაციით და რაღაც უცხო ხილის გაგებით. და როგორ ქმნიდით ამ მოტივაციას და მონდომებას თქვენ გუნდში? რას იყენებდით, რომ მოგეხოდათ ხალხი და ყოლოდათ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი გუნდი, როგორც ხვდები, ეს არის თქვენი ფასეულობები, სავარაუდოდ ამას აჟღერებ ახლა, რომ პასუხისმგებლობა არის ფასეულობა, მონდომება, მოტივაციაც და ასე შემდეგ. როგორ ქმნიდით ასეთ გარემოს კომპანიაში?
ალბათ ეს იწყება უშუალოდ რეკრუტმენტის პროცესიდან, ან რეკრუტმენტიდან, ასე ვთქვათ. თავიდან 2017 წელს რა დავიწყეთ, ძალიან გაგვიჭირდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რამე გამოცდილება ჰქონდა. მაგრამ ვეძებდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ამ ყოლაფრის სწავლა ისევე წყუროდათ, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ. და როგორ აფასებდით ამ ადამიანებს, რომ ისეთები არიან, რამეს იყენებდით შეფასებისთვის? შეფასები ეს რაღაც ფორმალური პროცესი არ ყოფილა. საუბრით, ბევრი კითხვების დასმით და შინაგანი мотиваციის, შინაგანი ზრახვების გაგებისთვის რა, ანუ ეს იყო რაღაც ის იტერაციები, რომელიც გქონდა. და ძალიან მარტივია ამ ყოლაფრის გაგება, როცა ამ კითხვებს ვსვავ. მაგალითად, ყავდნენ თანამშრომლები, რომლებიც რაღაც მათემატიკოსები იყვნენ, თქვათ, კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობდნენ, თუმცა on the side, ანუ მეორე მხარეს დამატებით ლექციებს უსმენდნენ, თვითონ ეძიებოდნენ, არისერჩებდნენ სხვადასხვა community group-ებში იყვნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ საერთოდ რა ხდებოდა AI-ის მიმართულებით და ეს იყო ის ხალხი, რომელიც ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენ გუნდში თანამოაზრეების გუნდს აშენებდით, ანუ რომელიც არიან რაღაც ანთებული იდეით, ამ იდეით რომ ვისწავლოთ. ზუსტად. იმიტომ რომ ჩვენ ეგრე ვიყავით ანთებულები და ზუსტად მაგ мотиваციამ და შინაგანმა, ასე ვთქვათ, მონდომებამ დაგვაძლევინა ძალიან ბევრი რამ. მაგალითად რა? მაგალითად ის რომ ძალიან ბევრი წინაღობა იყო თავიდან, როდესაც სხვა ბაზარზე შედიხარ, ბევრი რამ არიცი და გარკვევის დროს კიდევ ბევრი პატარ-პატარა პრობლემები ჩნდება, ხო? და ერთი არის რომ დანებდე და თქვა რომ ეს არ გამოვა. იმიტომ და მეორე არის რომ რაღაც ალტერნატიული კუთხე დაინახო ამ ყოლაფრიდან და სხვა გზით შეხედა და მე ეგ მგონია რომ ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდიოდა. ანუ როდესაც გვესმოდა პასუხი არა, სხვა გზებს ვეძებდით, საიდანაც შეიძლებოდა კი მიგვეღო პასუხი. სოფო, იყო თუ არა ეგეთი გამოწვევა, როცა მე ამას არ დაბრუნების წერტილს ვეძახი, ხო? ანუ ეს საერთაშორისო ტერმინია, ხო? სადაც აი გეკონათ რომ აქ მოსრე, აქ ყველაფერი დამთავრდება, აი ეგ წერტილებში იყავით? კი, და აი ზუსტად მახსოვს წინა დღეს, როცა უკვე უნდა მოგვეწერა ხელი mergers, აი ეს ხელშეკრულება, მოკლედ პროცესი რო გითხრა, დაახლოებით 6-8 თვე არის due diligence-ის პროცესი, სადაც ხო შესწავლა-შეფასების პროცესი, სადაც აი ჩათვალეთ, რა ვიცი, რომელი კალამი იყიდეთ 2012 წელს და ანუ 2014 წლამდე, თქვათ, რა ხელფასებს უხდიდით თანამშრომლებს, არა, ფინანსური შესწავლაც იყო, ადმინისტრაციული, აი ჩათვალეთ აი ყველა დეტალებში, მოკლედ ამ შესწავლის პროცესი გავიარეთ და ეს ყველაფერი გადავლახეთ და ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ ერთი ტიპის დოკუმენტი უნდა, ასე ვთქვათ, მიგვეღო ჩვენი პარტნიორისგან, რომელიც გავიგეთ, რომ ისინიც თვითონ, ანუ ჩვენი პოტენციური კონკურენტები ხდებოდნენ. და აი მანდ თან დავუკავშირდით, პასუხს არ გვცემდნენ. თან დედლაინი გვაქვს, ხო? მაისში უკვე უნდა მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას ხელი ამ შესყიდვის და ეგ იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, დაძაბული, სტრესული დღეები, რაც ოდესმე გაგვივლია, იმიტომ რომ თან ვიცოდით, რომ 99% გასული ვიყავით ბოლოში, მაგრამ ის 1% ისე უდრიდა იმ 100% იმას, რა ქვია, დანაკლის. როგორ იყო შენთვის ამ წერტილის განცდა, როდესაც ეს ბოლო წვეთი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, აი იმ წერტილში რას გრძნობ? ხო, ალბათ ყველაზე რთული არის ის, როდესაც შენ ვერაფერს შეცვლი ამ დროს რა და როდესაც გრძნობ თავს ნოლად. უძლურად, კი. და უძლურები შეგრძნება ქონდა, კი. იმიტომ რომ არ ვიცოდით რა პასუხი რა იქნებოდა, მათი პირადი გადაწყვეტილებას უნდა
ვენდობოდით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არც ხელშეკრულებრივად არ იყო ეს დარეგულირებული, ხო, ანუ. და მე მახსოვს მე მეილი რომ მოგვივიდა უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის, რაზეც თქვეს რომ კი ბატონო, ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ AI საკომუნიკაციო tools ვაკეთებთ, ის გამახსენდა კამალამ რო დაურეკა ჯო იმეირეთ, აი დაახლოებით ეგის ეს შეგრძნება მქონდა, რომ yes, მაშინ დაჭდა ზალი, რაღაც ერთად ვიყავით მე მგონი ოფისში და ნუ აი ეს შეგრძნება ალბათ რავი არასდროს არ დამავიწყდა. არ ვიცი რა, როგორ გავთ გაცხადებული თქვენი ეგზიტის პირობები, შეგვიძლია გაგვიზიარო რომ როგორ მოხდა თქვენი ეგზიტი, რა პირობებით, რაც შეგიძლია რომ გააზიარო. მგონია რომ ბევრი სტარტაპერისთვის იქნება საინტერესო ამის მოსმენა, როგორ გავიდნენ ეგზიტზე. კი. რა პირობით გახვედით? ხო, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მივიღეთ ქეში და აქციების შეთავაზება, აქციები უშუალოდ უკვე იმპელის კომპანიაში. ანუ იმ კომპანიის ვინ შეგისყიდოთ? იმ კომპანიის ვინ შეგვისყიდა, კი. და ქეში ნახდი თანხა. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ჩვენი გუნდის წევრებისთვის გავაკეთეთ, რაც ის ხალხი, რომელმაც დაიჯერა, ასე ვთქვათ, ჩვენი ხედვების თავიდანვე, ადრეული პერიოდიდან, მათ შევთავაზეთ აქციები ჩვენს კომპანიაში. რის შედეგადაც ისინი ახლა უკვე აქციონერები არიან იმპელის და მათაც ასევე ვთქვათ cash. რამდენია ეგეთი პერსონა? დაახლოებით 15-მდე სწორად მახსოვს რა. 15-მდე ვინც მიიღო ოფცია თქვენგან. კი, მაშინ როდესაც გავყიდეთ კომპანია დაახლოებით 35-ნი ვიყავით. ეხა თითქმის გავსამაგდით. მაგრამ იმ პერიოდში 10-35-დან 30%-ზე არის დაახლოებით ადამიანების, ვინც გახდა აქციონერი ამ ტრანზაქციის ხარჯზე. აი 15-მდე რა დაახლოებით შეიძლება რაოდენობაში ზუსტად არ მახსოვს. Fair price იყო თქვენთვის. ამაზე სხვა შორის დიდი ხანი მსჯელობდით, რამდენად მზად ვიყავით კომპანიის გაყიდვისთვის. თუმცა იმ პერიოდში იმ გარემო ფაქტორები, რაც ჰქონდათ, ან მაშინ კოვიდის პერიოდი იყო და მანდაც ძალიან გაურკვევლობა იყო. ზოგადად ბიზნესი ამ ნაწილში გადარჩებოდა თუ არა. ბიზნესში ოღონდ გულისხმობ ავტომანქანის ინდუსტრიას. იმიტომ რომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღეს კოვიდის დროს. და ამიტომ რაღაც ბევრი გარემო ფაქტორები იყო, რატომაც ეხლა ავხსნი რომ კი fair price იყო. რაღაც კონკრეტული მიზნები გქონდა, რა მიზნებისთვისაც უნდა მიგვეღწია და ასევე მენეჯმენტი რაღაც ვალდებულება გქონდა, რომ კონკრეტული წლების 2 წლის განმავლობაში უნდა დავრჩენილიყავით კომპანიაში. გავიდეს 2 წელი? კი. დღესაც ხო ხარ? დღესაც ვარ. აპირებ? კი. აპირებ. იმიტომ რომ ის ამბიციური გეგმები, რაც ჩვენ თავიდანვე გქონდა, გრძელდება ჩვენთვის. იქნება ეს ახალი პროდუქტის შეთავაზება, თუ არსებულის მოდიფიცირება, ამ ნაწილში მგონია რომ საკმაოდ აგრესიული და ამბიციური გეგმები გვაქვს. რას ეტყოდი ქართულ სტარტაპერებს, რომელიც შეიძლება გვიყურებენ ან გვისმენენ, აი ძირითადი take away. შენი გზიდან, ანუ შენი სტარტაპის დაფუძნებიდან, ბეიკინგი, ყველა ფაზა გაიარეთ ეგზიტამდე. რა იქნებოდა ის ძირითადი რასაც გაუზიარებდი სტარტაპერებს? ალბათ მნიშვნელოვანია, პრინციპში ანუ ის შეჯამება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ რა, ის რაც უნდა გწყუროდეს, უნდა გშიოდეს, რაღაც პრობლემის გადაჭრა ძალიან უნდა გინდოდეს, უნდა ხედავდე ღირებულებას და ამითი უნდა იღვიძებდე და უნდა იძინებდე. ჩვენ შემთხვევაში მგონია რომ ზუსტად იმიტომ გამოგვივიდა, რაც გამოგვივიდა, რომ ბევრი ინფორმაცია არ ვიცოდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენ ამას ყველა ვარიანტში გავაკეთებდით და ეს დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი. რა არის ეს რწმენა? ხო, რწმენა. სურვილი იმისა, რომ შეგიძლია, ანუ თვითდაჯერება, რწმენა. მოდი ცოტა დღეს მომიყევი, ანუ ვიცე-პრეზიდენტი ხარ კომპანიის, მაინც დავაზუსტებ, იმ კომპანიის, რომელმაც გიყიდათ? კი.
ხო, პულსარი 2021-ში რო გავყიდეთ, მაშინ იმპელს ერქვა სპინკარი. შემდგომ რებრენდინგი გააკეთა ზუსტად ჩვენ გამო, იმიტომ რომ სპინკარი ეს spinning cars იყო ის პროდუქტი 360-იანი სპინები, ასე ვთქვათ, მანქანითაც დაიწყეს. თუმცა იმის მერე, როდესაც ჩვენი AI საკომუნიკაციო თული შეისყიდეს, პლატფორმა შეისყიდეს, აღარ ქონდა პრინციპში რა, ანუ ბევრად უფრო მეც აკეთებდა ვიდრე spinning cars, ხო, spincar. ამიტომ რებრენდინგი გააკეთეს და იმპელის სახელით არის ეხლა ცნობილი. ანუ რამდენი ადამიანი ყავს დღეს თიმში შენ? თიმში დაახლოებით 20-მდე ადამიანი. Operationში, შენი მიმართულებით. ჯამში რამდენი ადამიანია? ჯამში საქართველოს ოფისში ვართ 85, როგორც ვახსენე და მთლიანად იმპელში დაახლოებით 500-მდე. 500-მდე ადამიანი და რამდენ ბაზარზე ოპერირებთ? 50-მდე ქვეყანაში ვოპერირებთ კი. ანუ public არის, რა ზომა არის, ანუ revenue რამხელა არის კომპანია თუ არა? ინფორმაცია ხო, არ არის public. ოკეი, გავი. ამ private არის კომპანია. კი. აი ესე შევხედოთ ეხლა 29 წლის მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ასაკს მაგრამ მე არ მაქვს მაგასთან პრობლემა. 29 წელი როგორც ცხოვრების გზას უყურებ ეხლა ერთწამს და არა ასაკს არ ვაფასებ. სტარტაპი, დაფუძნება, ჯერ კორპორატიული კარიერა, ხო? მერე სტარტაპი, გამოზდა სტარტაპის, გაყიდვა, ისევ კორპორატიული კარიერა ეხლა მომენტში, თუმცა აქციონერი ხარ ეხლა როგორც ხვდები. და ეს ყველაფერი ესეთ მოკლე დროში და კიდე შვილი 6 წლის. რა მოძრაობს უფოს? იმიტომ რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ისტორია. და დიდი ტრეკ რექორდი და რა დგას ამის უკან? რა არის ინჯინი? მანქანის ენაზე რა ვთქვა? ინჯინი რომელიც უფოს ამოძრაობს, რომელიც 29 წელიწადში შეუძლია ამ რაღაცა გააკეთოს. ენერგია. არ ვიცი, ალბათ ეს ულევი ენერგია, რითითაც შემიძლია მე ეს relatedness რო ვახსენე, ანუ მე ვსაზრდობ იმითი, რომ ჩემ გარშემო ყველა იყოს ბედნიერი და საზრდოობ იმითი, რომ მაქსიმალურად ვეცადო, რომ ის ამბიციები, რაც გვაქვს, თუნდაც პირად ცხოვრებაში, კარიერაში, ეს ყველაფერი გაკეთდეს. და ეს მამოძრავებს მე. თან რაღაც პერიოდი 1 წელი ვცხოვრობდი ამერიკაში. პატარა ვიყავით, 16 წლის ვიყავით თუ არ ვცდები და ფლექსით ხარ დამყოფი? კი. ვორვიკში ვცხოვრობდი, როდ აილენდში და იქ რო ჩავედი, მივხვდი, რომ მათ ჰქონდათ ჩემზე, ასე ვთქვათ, unfair advantage. იმიტომ რომ ცოტა ჩვენ ენაზე რო განმოთარგმნო? უპირატესობა ჰქონდათ, როგორ ვთქვა, უსამართლო უპირატესობა ჰქონდათ, ხო, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი რესურსი ჰქონდათ იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ წარმატებულები და რაში გამოიხატებოდა ეგ სოფო? მუშაობდნენ, ხო, 15 წლიდან ბევრად უფრო დამოუკიდებლები იყვნენ, გადაწყვეტილებას ბევრად უფრო მარტივად იღებდნენ მაგნაწილში, ტექნოლოგიური მიმართულებით, ანუ ციფრული ადაპტაცია წარმოგიდგენთ 2011 წელს, როგორი იყო საქართველოში ამერიკასთან შედარებით, ხო? ანუ ჩვენთან შედარებით უბრალოდ ბევრად წინ იყვნენ, ხო? როგორც ხვდები შერასასახს. კი, ბევრად წინ იყვნენ და მე მივხვდი, რომ რაღაც სხვა ტემპით უნდა მეცხოვრა, რომ მეც მინიმუმ მაგდონემდე მივსულიყავი, ასე ვთქვა და რა კონკრეტული кейსი იყო, როცა აი ეს გადაგაწყვეტინა, რომ არა, სხვა რელისებზე უნდა გადავიდე, თორე ეგრე მე ვერაფერს ვერ მივახცა. კონკრეტული ივენთი იყო, სადაც ეს ამან დაკლიკა შენში? ის განათლება, რასაც მე ვღებულობდი, ყოველთვის მეგონა, რომ არ იყო საკმარისი და ყოველთვის შემეძლო მეტი. და მაგიტო იყო, რომ პირველი კურსი რო ჩავხურე, მე უკვე მალევე დავიწყე მუშაობა. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ბევრად უფრო სწრაფი ტემპით შემეძლო ცხოვრება და მიმარტივდებოდა. შეიძლება ცოტა ისეთი ამბიციური ნათქვამია ეგ, მაგრამ მიმარტივდებოდა იმ ყველაფრის კეთება, რასაც თქვათ 4 წელი უნდა მჭირდებოდეს მაგალითად უნივერსიტეტში. ან სკოლაში. და მე თვითონაც ხვდებოდი, რომ ინტერესი მქონდა მე თვითონაც, რომ განსხვავებული გამოცდილებები მიმეღო. და მაგიტომ იყო, რომ თავიდანვე რაღაც ფოკუსირებული ვიყავი ანტრეპრენერებთან, სტარტაპერებთან მუშაობით, ხო, SmartX იყო სტარტაპ აქსელერატორი, სადაც
ბევრი კომპანიის ფაუნდერები ერთად მუშაობდნენ ერთი ასე ვთქვათ ქოლგის ქვეშ და მათგან ძალიან დიდ ენერგიას ვღებულობდი და მეც მგონია რომ გავცემდი. სოფო თვით რეალიზაცია გარდა ბიზნესისა რაში გაქვს? საინტერესოა. სად რეალიზდები? სად გრძნობ თავს რეალიზებულად ბიზნესში გავიგე რომ რეალიზებული. სხვა სფეროები. ალბათ უკავშირდება იმ ჰობს, რაც მე მაქვს, იმ სპორტს, რისაც მე ვკავდები. ხო, ესე კონკრეტულად გამიჭირდება ალბათ თქმა, რეალიზებული ვარ, მე ვფიქრობ, ჩემ შულთან კომუნიკაციის დროს, ხო, მასთან რო დროს ვატარებ. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, რომ ყველაფერს შეძლების დაგვარად დაუთმო დრო და ეს ვფიქრობ, რომ ფუფუნებაა. სპორტი? რა? ჩოგბურთი. ჩოგბურთი. ამერიკაში აი ყველაფერთან ერთად სასკოლო სისტემა იმით არის კარგი, რომ გააქვს უფლება აირჩიო ის სპორტი, რომელიც გაინტერესებს. და ბევრი რამ ვცადე, ცურვა, ფრენბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, რაღაც ყოველ სეზონზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სპორტი იყო. და ჩოგბურთი აღმოჩნდა ის, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. ალბათ ის ინდივიდუალიზმი, რაც ამ სპორტს აქვს. შენზეა რეალურად ყველაფერი დამოკიდებული რა და ანუ არაგუნდური სპორტია და ამ ნაწილში რაღაც მე ვიყავი ჩემი რაღაც ფიზიკური შესაძლებლობები იყო იმის ასე ვთქვათ იმაზე პასუხისმგებელი მე მოვიგებდი თუ არ მოვიგებდი მეჩს და ეგ მომწონდა. სოფოდა როგორ ჯდება ეს ინდივიდუალიზმი იმ related-ნისთან, ანუ შეკავშირებასთან? რადიკალურად განსხვავებულია და მაგიტომ არის, რომ აი ზუსტად ეს სხვადასხვა გამოცდილებები, რაც აღნიშნე, მაგ კონტექსტში ვთქვი. გამიჩნდა ერთი კითხვა ვერ ვიტყვი. აბა. აი მაგალითად სხვა დომეინებში, მეგობრობაში single player ხარ თუ team player? Team player. Okay. პირად ურთიერთობაში single player ხარ თუ team player? გაჩნია ვის კითხავთ ალბათ. მე შენ გიკითხები, მე სხვას არ ვეკითხები. არ ვიცი, აი გააჩნია გადაწყვეტილებებს რა გადაწყვეტილებებს. შეიძლება სხვადასხვა დროს იყო team player და სხვა დროს იყო single player. ხო, იმიტომ რომ დავინტერესდი, იმიტომ რომ თითქოს ბიზნესში მესმოდა team player-ის pitch-ი და ან გავიგე რომ სპორტში შეიძლება სპორტში ზუსტად ის ინდივიდუალიზმი რომელიც გჭირდება, სადაც თიმი არ გჭირდება, შეიძლება იყოს ტენისი, მაგის გადაწყვეტილება ზუსტად? ზუსტად, კი. როგორია ამ ყველაფრის ფონზე პლუს იყო დედა? ან თუ პირიქით არ ვიცი რამდენად პლუს დედას სწორი ფორმულირება შეიძლება იყოს დედა, რომელიც პლუს ამას აკეთებს ყველაფერს. პრიორიტეტიზაციების, ასე ვთქვათ, შაფლინგი მიდის სულ ჩემს გონებაში და ეგ არ ვიცი, აი ყოველთვის როდესაც მეკითხებიან, რომ აი როგორ უთავსებ პირად ცხოვრებას, კარიერას, არ მაქვს არასდროს პასუხი, ძალიან რთულია, ძალიან. და ალბათ დროის მენეჯმენტი რაც წუთებამდე დაყვანით არის ის, რაც დამეხმარა. ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, დაგეგმა, წინასწარ, ორგანიზება, რაც დისციპლინა არის ის, რაც მეხმარება იმაში, რომ არ ვიცი 12 საათიანი მუშაობის მერე მაინც გამოვნახო დრო ჩემი შვილისთვის. ხა თავისთავად ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, მეწივად გვიყვარს წარმოაჩინოთ ჩვენი ნათელი მხარეები. ამდენ კარგად იცნობ შენ ბნელ მხარეებს. ვცდილობ ამაზე ძალიან ცოტა ვიფიქრო. Okay. ხო. მაგრამ რას ეძახი ამ ბნელ მხარეს, რადგან ვფიქრობ, რომ ცოტა იფიქრო? ან ვცდილობის ნეგატიური ემოციები, რაც შეიძლება ჩემგან აღმოცენდეს ან ნებისმიერი სხვა გარემო ფაქტორებიდან გამოჩნდეს, უბრალოდ ამას არ მივაქცია ყურადღება. ესეც ვერ ვიტყვი რომ კარგია თუ ცუდია, თუმცა ფაქტი ეს არის. journalings ვაკეთებ და იმ დროს ალბათ ყველაზე მეტად ვხედავ ჩემ თავს რა იმალება ჩემი ემოციების ქვეშ. ის იქნება ეს შფოთვა, სტრესი, სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება თუ რა. ალბათ ყველაზე მეტად მაგ პროცესში, როდესაც ამ ყველაფერს წერ
მაგ დროს ვარ ახლოს ჩემ ბნელ თუ ნათელ. დიდი ხანია ჟურნალისტ საკეთე. დავიწყე დაახლოებით 1 წლის წინ. მე მქონდა რამდენიმე თვიანი პაუზა და ეხლა პრინციპში გავაგრძელე რამდენიმე თვეა. მე კითხულობ რას დაწერე. თუ ეს ეხება მიზნებს, თუ ეს ეხება იდეებს, მაშინ კი. თუ ეს ეხება ემოციებს, ვცდილობ ნაკლებად. უცნაურია. მე უცნაური პროცესის ის არის. თითქოს მესმინება ესე საინტერესოდ რომ შენ ცდილობ თითქოს გონებას მიცე მეტი სივრცე ვიდრე ემოციისთვის თუ მეჩვენება. მეტი სივრცე მივცე სხვა მიმართულებებს და არა ემოციებს, ხო? კი. არ ვიცი ეს რამდენად გამიზნულად ვაკეთებ ამას ბუნებრივად, ხო, ბუნებრივად ესე ჩანს, შეიძლება ჩანდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არა ემოციური ადამიანი ვარ. შეიძლება პირიქით ძალიანაც ემოციური ხარ და მაქედან გამომდინარეც ხო და ხო. შეიძლება მაგნაწილს რომ საკუთარი თავის შეხვდე რომ ძალიან ემოციური ვარ, საკმაოდ გამომწვევი იყოს. ალბათ გააჩნია ვის ვინაფასებს ჩემს ემოციურობას, შეიძლება არის კოლეგებთან საერთოდ არა ემოციური ვიყო, მამასთან ემოციური ვიყო. შვილთან ემოციური ვიყო. ალბათ გააჩნია ვის. ხო, სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება სხვადასხვანაირად. ნუ აქვე ვცდილობ ჩემს ვიკითხო და მსმენელსაც და მაყურებელსაც ვაჩვენო, რომ ეს ინტერპრენიორებიც არიან ადამიანები და უწევ დილინგი თავის ემოციებთან. და ზოგჯერ ძალიან გამომწვევი დილინგიც უწევთ და საბოლოო ჯამში ყველანი ადამიანები ვართ. ვიღაცა რო წერს წერილს მაგალითად ვიღაცა მოგწერა საქმიანი წერილი ან რაღაცნაირი. გარჩევ რომ ეს დაწერილია? უფრო და უფრო რთულდება ამის გარჩევა. იმიტომ რომ ახლა მაგალითად ერთ-ერთი მეილ კლიენტი რომელსაც ვიყენებ არის Superhuman-ი. ვინც არიცით, დასერჩეთ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, თული არის და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფუნქცია რაც დაამატეს არის ის, რომ დააწერინე ეს ტექსტი, რაც დადრაფტე AI-ის, მაგრამ დაწერე ჩემი სიტყვებით. შესაბამისად, ის მეილები, რაც მე უკვე ისტორიულად მაქვს გაგზავნილი, იმ, ასე ვთქვათ, სიტყვებით წერს მეილს. ამიტომ რაღაც ესეთი პატარ-პატარა ფუნქციები არის, რომელიც უფრო და უფრო ართულებს გაარჩიო AI-ინ დაწერა თუ შენ დაწერე. თუმცა ხო ეს პლაგიარიზმის, ასე ვთქვათ, თულებიც არსებობს, რომელიც ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებაში უფრო გეხმარება. მაგრამ ეს უფრო რაღაც ალბათ აკადემიური სწავლებისთვის არის უფრო პრაქტიკულად გამოსადეგი. მე აღარ მასწავლე სახელი იმ ფილმის, ხოაკინ ფინიქსს რო აქვს ურთიერთობა სიყვარული AI-სთან. კი, რაღაცა გახსოვს. კი. არის ამის პერსპექტივა? შეიძლება ეს კინო გახდეს რეალობა? კი, არის კიდევაც კი სტარტაპები, რომლებიც ზუსტად იმ ვირტუალური მეორე ნახევრის შექმნაში და მეჩინგში არიან დაკავებულები. ასევე მე მგონი თუ არ ვცდები, Tinder-ი იყო თუ რომელიღაც ესეთია ის გაცნობის აპლიკაციები რომ არის, ერთ-ერთი ნიუსი რაც ქონდათ 25-ში რაც უნდათ რომ გააკეთონ არის ის რომ შენი პირადი პროფილიდან გამომდინარე შექმნა AI, ასე ვთქვათ, ასისტენტი, რომელიც პოტენციურად დაელაპარაკება და ესაუბრება სხვა ადამიანებს და ის ასისტენტები, ხო, მის AI-ს და ისინი დაიმეჩებიან ერთმანეთს და ნუ ამბობენ რომ რაღაც 50% რაღაც კომუნიკაციას ჩახსნის, იმიტომ რომ იმეჩება შენი AI მის AI-სთან. ნუ ესეთი ხო, არ მგონია რაღაც გრძელვადიანი გეგმა, ძალიან მოკლევადიანი პერსპექტივაა. 10 წლით რო გავიხედოთ, რანაირს ხედა შენ სამყაროს. შეგიძლიათ ცოტა შენ ვიჟნზე მესაუბრო, აი როგორ გამოიყურება სამყარო 10 წელიწადში? იმდენად სწრაფი ტემპით ვითარდება ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, ადაპტაცია. ძალიან გამიჭირდება თქვა 10 წელიწადში როგორ განვითარდება. იმედი მაქვს, რომ უფრო განვითარდება, ვიდრე მე მგონია, რომ განვითარდება და ისე დაიხვეწა. გიჟურად რა უშვათ აი რაღაც კონკრეტული მაგალითი, აი სულ ველური ფანტაზია რო წარმოიდგინო, რას ხედავ.
აი შენ ხედვაში როგორ გამოიყო? მე დარწმუნებულია შენ ბევრს უსმენ, კითხულობ, კონფერენციებზე დადიხარ. ბევრად უფრო სხვანაირად იმუშავებს ადამიანი, ვიდრე ახლა მუშაობს. ბევრად უფრო ტექნოლოგიაზე იქნება დამოკიდებული მისი ყოველდღიური ცხოვრება, ვიდრე აქამდე არის. კიდე რაღა უნდა დამოკიდებულება იყოს, აღარ ვიცი ტექნოლოგიიდან სად უნდა გამოვიდე. და ეს საინტერესოა, ხვდებით, სახალისოა, ბევრად უფრო მეტ გასაქანს ადლევს ადამიანს და მის კრეატიულობას. მგონია, რომ ამ პერიოდში კონტენტი ყველაზე მეტად დაფასდება. აი, სოციმედია მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა. უბრალოდ სოციმედიაზე AI არის საბოლოო ჯამში, ხო? ანუ ყველაფერი ინჟინი უკან AI არის და ხანდახან მგონია, რომ არ ვიცი რაღაცაზე გავიფიქრებ და მეორე დღეს რიულში მხვდება და ხანდახან შოკი მიმართება, რომ საიდან არც არავისთვის არ მithქვია, არც ხმამაღლა არ მithქვია, რომ იმ ჩემ ტელეფონს გაეგოს. და ამ დროს რაღაცნაირად. მოდი ეს შევხედოთ სოციმედიას როგორც ფენომენს რამოდენიმე ჭრილში. აი ერთი წამით რომ უბრალოდ ვიმჟევოთ. პირველ რიგში AI შექმნა მე ვეძახი ამას ვირტუალური რეალობა ჩემი ფიდის სახით. ხო? ანუ AI აკვირდება ჩემ ქცევას და ამ ქცევიდან გამომდინარე მიდიზაინებს რას ხედავ მე. კი. და როგორც ხვდები, ეგ პლატფორმები ვითარდება იმის ხარჯზე, ვის უკეთესი ინჟინია, რომელმაც კიდევ უფრო სიღრმისეულად შეიძლება შემხედოს, ასე და ვინ უკეთეს ანალიტიკას აკეთებს შენ ქცევებს. ჩემი ქცევები, ჩემ პატერნების, ხო, ესე ვთქვი, ჩემ რეაგირებას კონტენტზე გავაჩერე, არ გავაჩერე, თუ გავჩერდი, სად ვიყურე, როგორ ვიყურე, სად დავაჭირე, რა დავაჭირე. მეორე არის ის, რომ ამ კომპანიებს აქვთ ულევი რესურსი, რომ ალბათ საუკეთესო ფსიქოლოგები თუ არ ვიცი, ნეიროფსიქოლოგები თუ ალბათ ნებისმიერ სფეროში, ვინც კი საუკეთესო არის, არ გააჩნიათ პრობლემა, რომ ეგ ხალხი მოიზიდონ. საითკენ მივყავს ხვდები, რომ რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ მე ვხედავ სოციალურ გადამოწმება მინდოდა, რატო დავიწყე ესე შორიდან, ცოტა კონტექსტს ვქმნი ამ კითხვისთვის, რის დასმასაც ვსტიო. სოციალურმა მედიამ თითქოს და მიცა ადამიანს ალტერნატიული ეგოსი და ალტერნატიული რეალობის ქონის. ანუ შეიძლება ტექნიკურად მე ვიყო რაღაცნაირი ადამიანის ცხოვრებაში, ფიზიკურ სამყაროში და მქონდეს ჩემი ალტერ ეგო თუ ავატარი თუ როგორც გინდა და არქვა, რომელიც სულ სხვანაირად იქცევა და სულ სხვანაირად ოპერირებს სხვა ვირტუალურ სამყაროში. შენც ესე ხედავ, თუ შენ განსხვავებული ხედვა გაქვს აქედან, ანუ რამდენად რეალურად უბრალოდ იქამდე მივდივარ, რომ მართლა მე მახსენდება ის ბრუს უილისი რო თამაშობს და ყველა რო იმებით ავატარებით რო დაიარებ მაგის სახელსაც ვერ ვიხსენებ ახლა. ყველა ავატარებით რო დაიარებიან და ოპერირებენ ავატარები და ყველა რო სახში ზის და ყველა სათვალე რო უკეთია. რატო დავსვი ეს კითხვა იცი? სულ უფრო და უფრო მეჩვენება, რომ ეგ ფილმები გახდება რეალობა. Netflix-ზე იყო მე მგონი ერთ-ერთი დოკუმენტური Social Dilemma ქვია თუ არ ვცდები, რომელიც ინტერვიუ ჩაუტარეს ex-Meta-ს, ex-Facebook-ის თანამშრომლებს, ex-Google-ის თანამშრომლებს თუ არ ვცდები და გამოკითხეს, რომ ჩვენს იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ ხო, ანუ გონია რომ გვისმენენ. გაფიქრებაზეც კი შესაბამისი რეკლამა ჩნდება და ეს უბრალოდ ხაზი გაუსვეს იმ ანალიტიკას, რასაც აკეთებდნენ, მომხმარებლის ანალიტიკას და მათი მიზანი, ამ პლატფორმების მიზანი არის ის, რომ რაც უფრო მეტი დრო დახარჯო ამ პლატფორმაზე. და როგორ აკეთებენ ამას? თუნდაც push notification-ების სახით, თუნდაც პერსონალიზირებული შეთავაზებების სახით, ხო? და ეს მომხმარებელს end users ატრიგერებს, ასე ვთქვათ, ხო? ანუ როდესაც ხედავ, რომ შეტყობინება გაქვს მოსული, გინდა რომ წაიკითხო, გინდა რომ გახსნა. ამიტომ ეს ადამიანზეა დამოკიდებული. მე მაგალითად არის რაღაც შეტყობინებები, რომლებიც საერთოდ ის მაგ რა ქვია
გამორთული მაქვს, იმიტომ რომ მე არ მინდა მიჯაჭვული ვიყო მობილურთან ან ლეპტოპთან. თუმცა ძალიან რთულია ეს დაიჭირო ესეთი ტიპის ასე ვთქვათ დისციპლინა გქონდეს მაგ ნაწილში. მაგრამ შეიძლება მან ზანიშოვანია რანაირად იჭერა ამ საზღურებს digital device-ებთან რა პრაქტიკებს იყენებ რომ აი ვამბობ რომ არ მინდა ვიყო მიჯაჭვული რამე რუტინები გაქვს, რამე კონკრეტულ რაღაცებს აკეთებ, როგორც ამ საზღვარს აშენებ? კი, ძალიან ცუდია, მაგრამ კი, ანალიტიკას უყურებ, ყოველ კვირა დაახლოებით რა დროს ხარჯავ მობილურში და ვაწესებ, აი როგორც თქვი უკვე შეტყობინებები მაქვს გამორთული და ასევე ყოველი აპლიკაციის ლიმიტები მაქვს დაყენებული. და ამას ვიცავ. და ეხა უფრო და უფრო ვცდილობ რომ უფრო მკაცრი ვიყო ჩემ თავთან და მეორე კითხვა მაშინ საშა რო ახსენე ჩემ ბავშვობიდან რაღაც მახსოვს რაღაც ეტაპები სადაც ვირტუალურ სამყაროში მიცხოვრია და ავხსნი ხა რას გულისხმობ ამას მახსოვს თამაში გამახსენდა ხა რომ ამბობდი შენ თამაში გამახსენდა Sims-ები ანუ იქაც ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობდი მეც ვთამაშობდი მე მახსოვს SmartX-ში რა დავიწყე Google Lens-ით ვთქვათ ტესტავდით ბოლოს Oculus-იც მქონდა ანუ ეს ტექნოლოგიები ანუ არ არის ძალიან მოშორებული ხო Oculus-ი Meta-ს მიერ შემქმნილი პროდუქტია და მაგას ემსახურება რომ შენ ვირტუალური ავატარი შექმნა ვირტუალური სამყარო შეიქმნა ვირტუალური სამუშაო სივრცე გააკეთო იქ და მოწყდე აქაურ რეალობას და პრინციპში აი რა იმპაქტი შეიძლება მოყვეს სოფო ამას რაზე მინდა იცი რომ დავფიქრდეთ რომ ნახე დაუშვათ რატომ შეიძლება მჭირდებოდეს რომ ალტერნატიული მე შევქნა იმიტომ რომ როდესაც უკმაყოფილ ხარ აქაური ცხოვრებით ხო და ნახე როდესაც მე უკმაყოფილ ვარ აქაური ცხოვრებით და ჩელენჯებული ვარ ამ ცხოვრებით ნაცვლად იმისა რომ ვიმუშაო ამაზე თითქოს რა მნიშვნელობა გრითი თერაპიით ტრანსფორმაციით 1000 მეთოდი არსებობს წავიდე შიგნით და ავიღო პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ვიმუშაო ჩემ თავზე და შევცვალო ჩემი ცხოვრება ამ დროს ჩდება უზარმაზარი გეითვეი ზუსტად სხვა სამყაროში სადაც მე მიზიდავს სხვადასხვა ეგეთი ტიპის პლატფორმა და ტექნოლოგია მე ვქნი ალტერნატიულ მეს და მგონია რომ როგორ ფიქრობ შეიძლება რომ ეს ალტერნატიული მე საბოლოო ჯამში სრულად პრაქტიკულად მომწყვიტოს ამ რეალობას და იმ პრობლემებს რომელიც მაქვს ამ რეალურ ცხოვრებაში გადავეშვა იქ და საერთოდ აღმოჩნდეს რავი იმისი არ იყოს Fight Club-ში როგორც არის დერდენი ანუ ხო პიროვნების იმაზე არის აშლილობაზე ხო იქ ფილმი სასწაული ფილმია ნორტონის და ბრედ პიტის შესრულებით ხო ანუ ერთი და იგივე პიროვნება უბრალოდ ორი მისი ასპექტია ხო ანუ ერთი ასპექტი არის მე ამბოხე და სიმართლის მთქმელი და მეორე მომრგები და შვიდი და ასე შემდეგ ხო ანუ ორი ასპექტი არის და პიროვნების აშლილობაზე არის მაგრამ სასწაული ფილმია ყოველ 5 წელიწადში ვუყურებ ამ ფილმს სულ ვცდილობ რომ ახალი სათვალით შევხედო ამ ფილმს მაგრამ ეგ ხო რეალურად პრაქტიკულად შეიძლება ადამიანი მოწყვიტოს რეალობას და პლუს ამას რა შეწარმოდგინე ვირტუალური სამუშაო თუ შეიქმნა ვირტუალური დეითინგი თუ შეიქმნა და ყველგან ვიარე მე ვირტუალურად ან ვირტუალურად ვიმუშავე ვირტუალურად ვიდეითინგე მაშინ რაღაცა უნდა გამოვიდე სახლიდან ანუ what's the point? ანუ ვეღარ ვხვდები რომ რა мотиваცია უნდა გქონდეს. მე ხო ვაკვირდები მაგალითად შორს არ მივდივარ. ჩემი შვილები ცხოვრებას აღიქვამენ სკრინით. ანუ screen based ცხოვრებას ვეძახი. მე რამდენჯერ გავსულ ვარ თუნდაც კაფეში და ბავშვები ზიან და ურთიერთობენ ჩეთში. ანუ კაფეში ზიან. და ლაპარაკობენ ერთმანეთში ჩეთში. ხო და არ არის ეს lost possibility მე არა ვარ წინააღმდეგი არც ტექნოლოგიური პროგრესის არც ინოვაციის პირიქით მე მგონია რომ ეს ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ არის მაგრამ იმისი არ იყოს
ალკოჰოლის ერთ მაჭიქამ შეიძლება სულაც არაფერი, მაგრამ ბოთლები როსვა ყოველ საღამოს სავარაუდოდ პრობლემა შეგექმნება, ხო? მასეთი სამყაროსკენ ხო არ მივდივართ. კოვიდის პერიოდში განსაკუთრებით პრობლემა იყო ეგ, როდესაც თქვა სახლიდან გასვლა არ შეგეძლო, უფრო იჩინა თავი დეპრესიამ, სტრესმა და გამკლავების ერთ-ერთი მექანიზმი იყო, თუნდაც დისტანციური თერაპიას როგორ გადავდოთ, იყო ეს ვირტუალურ რეალობაში ცხოვრება. და გეთანხმები, რომ მიჯაჭვულობა იცის, როგორც კომპიუტერთან ვართ ახლა მიჯაჭვული, შეიძლება მიჯაჭვული ვიყოთ იმ headset-ით, რომელიც შეიძლება შევიძინოთ. მაგიტოა მნიშვნელოვანი, რომ მოდერაცია გქონდეს, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა, მაგრამ გქონდეს ის დისციპლინა, რომ დიდი დრო და რესურსი არ დახარჯოთ და არ შთანთქას იმ ასე ვთქვათ, იმ გაჯეტებმა შენ ცხოვრებაში, ანუ ახალგაზრდებში განსაკუთრებით ეგ პრობლემაა და პრინციპში ის ფაუნდერები, რაღაც ერთი სტატია წავიკითხე, რომ ის ფაუნდერები, რომლებიც ტექნოლოგიურ სტარტაპებში არიან, ყველაზე მკაცრები არიან მათ შვილის აღზრდის დროს და ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები screen time კონდეს მათ შვილს, იმიტომ რომ ხვდებიან ამ ყველაფერს. შენ გააქვს წესები შვილთან? შეგვიძლია გაგვიზიარო რამდენი წესი? ანალოგიური, ანუ screen time, როგორც მე ჩემ თავთან ვაკეთებ, ისე შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ეს მოდერაციაში, ანუ დღეში 1 საათი გაჯეტთან, მეტი არა. თუმცა, როდესაც გაჯეტს იყენებს, ვცდილობ, რომ მეც გვერდით ვიყო და ის კონტენტი გარდა იმისა, რომ თქვათ, როგორც მშობელი ვაკონტროლებ და iPhone-ს აქვს ამის Apple-ს აქვს ამის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დისტანციურად გააკონტროლო. ამასთან ერთად მე თვითონ რაღაც იმ შემთხვევაში თუ ის იყენებს აპლიკაციებს, რომლებიც სწავლისკენ არის მიმართული, ხო? ანუ მარტო თამაშის გარდა სწავლის კონტენტიც ხომ არის აპლიკაციების სახით, მე თვითონაც ვცდილობ, რომ ჩავერთო და ეს იყოს არა მარტო იზოლირებული დროის დათმობა პირობითად პლანშეტზე, iPad-ზე, არამედ ეს იყოს რაღაცა ბონდინგის მეთოდი, ჩვენი დაკავშირების, ასე ვთქვათ, მეთოდი. შენ ახსენე, რომ ამერიკაში წავედი Flex-ის პროგრამით. აი შენი მთლიანი ბავშვობა ჯამურად რო შეხედა. როგორი იყო ის სანამ ამერიკაში წახვედი და სანამ ეს მოდი ასე ვთქვათ, განათლების და კულტურული შოკები რო გაიარე, ხო, როცა ჩახვედი, როგორ ხვდები? მანამდე როგორი იყო შენი ცხოვრება? მანამდე იყო საკმაოდ საინტერესო იმ კუთხით, რომ გარდა სკოლისა, გარდა კურიკულუმისა, ასე ვთქვათ, დამატებითი ძალიან ბევრი აქტივობა მქონდა ცხოვრებაში და ამ ნაწილში ძალიან ესეთი ბედნიერი ვარ და მადლიერი ვარ ჩემი ოჯახით. და მომეცა საშუალება, რომ ძალიან თავიდანვე ადრეული ასაკიდანვე ბევრ ადამიანთან მქონოდა კონტაქტი, სოციალიზაციის მნიშვნელობა მაშინ გავიგე და ასე ვთქვათ, ნეტვორკინგის ძალა, ასე ვთქვათ, მაშინ გავიგე და პრინციპში ძალიან მაინტერესებდა, მეც ბავშვი ვიყავი, რომელიც სულ კომპიუტერთან იჯდა, იმიტომ რომ მაინტერესებდა, სულ ვიძიებდი, რამე კითხვა რომ მქონდა, ინტერნეტით ვცდილობდი რომ გამერკვია და ამ შესაძლებლობებზე პრინციპში ინტერნეტი იყო ჩემი წყარო, რითითაც მე გარდა სტანდარტული განათლების სხვა დამატებითი ტიპის კურსები გამევლო, დამატებით აღმომეჩინა სამყარო, რომელიც ესე თბილისიდან დიდად არ ჩანდა. და ამ ნაწილში ძალიან სპორტული, ჩართული, აქტიური ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, ძალიან კარგი ოჯახი მყავდა და მყავს და მეგობრების წრეც გასულ ბავშვობაში რა გინდოდა რომ გამختარიყო? ხო, სხვა შორის ეს კითხვა არაერთხელ დაუსვამთ და ესე კონკრეტული პასუხი არ მახსენდება, რომ აი მე მინდა ვიყო. მოდი სხვანაირად გითხავ. ქონდა თუ არა activities, აქტივობები, სადაც სრულად იყავი flow-ში ბავშვობაში? Flow-ში მგონია პრინციპში ყველა ის აქტივობა მე რაც მქონდა, აი
ასე ვთქვათ, სიამოვნებას მანიჭებდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი. ანუ ერთი გიტარაზე დაკვრა იყო, რომელიც დიდად არ მომეწონა და რაღაც 1-2 თვის მერე დავანებე თავი და პიანინოზე დაკვრა, მაგრამ დანარჩენი ყველა მიმართულებით რაღაც ისეთ ინტერესს პოულობდი, რითითაც მე უკვე მამოტივირებდა, რომ მივსულიყავი, იქნებოდა ეს რაღაც წრის ნახვა, იქნებოდა ახალი აქტივობის აღმოჩენა, თუ რა. საკმაოდ თავიდანვე დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, ეგრე ვიტყოდი და ეგრე გავიზარდე, რომ უნდა ყოფილიყავი დამოუკიდებელი და ეს ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ვინ ნერგავდა შენში ამ დამოუკიდებლობას? დედა. სადმე თუ მივდიოდი, თუ მშობლები აკითხავდნენ პირობითად ჩემხელა კლასელებს, მეგობრებს. მე ყოველთვის რაღაც მარტო მოვდიოდი. ძალიან პატარა ასაკში მომეცა საშუალება, რომ მე მოგზაურა და იქაც დამოუკიდებლად მარტო ვიყავი და პრინციპში ანუ ეხაც ეგ ალბათ გამომყვარო, რა არის ის გარემო, სადაც შეიძლება მოხვდე, სადაც მე დავიკარგო რაღაც. ეგ მომენტი არასდროს არ მაქვს ხოლმე თითქმის. როდის გაგიჩნდა ამბიცია რომ ეჩემსა შევქმნი? როდესაც ამერიკიდან ჩამოვედი. ანუ იმდენად ვიგრძენი, რომ შესაძლებლობები ძალიან ბევრია და ადგილობრივ ბაზარზე ბევრი რამე არ გვაქვს, რაც შეიძლება გქონდეს და ეს გეფირო დავინახე, ასე ვთქვათ, ხო? ამერიკაში რა არის, საქართველოში რა არის, აი ეს რო ვნახე, მანდ დამეწყო ეს ფიქრი, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია, რომელიც შენ პოტენციურად შემდგომ შეიძლება სხვა რეგიონებში, სხვა ბაზარზე დაასქეილო, ასე ვთქვათ. ხო, აი ეგეც იყო მე 12 კლასში ვიყავი, თუ არ ვცდები, როდესაც წავედი და მანდაც ანუ აღმოუჩნდი ისეთ ოჯახში, რომელიც თვალით არ მყავდა ნანახი, მივედი იმ სკოლაში, რომელიც საერთოდ არც ვიცოდი სად იყო, თავიდან მახსოვს რომ დამირეკეს როდ-აილენდში მიდიხარო და იმდენად არ ვიცოდი რომ როდ-აილენდი ყველაზე პატარა შტატი იყო, მეგონა რომ ლონგ-აილენდში მივდიოდი, ანუ ნიუ-იორკში. აი ხო, მაგრამ ანუ ეგ იყო რა, ეს იყო ის რაღაც პატარა სწავლებები, რაც მე ასე ვთქვათ, მე დამაფორმირა. და რა მოგცა კორპორატიულმა კარიერამ? ანუ შენ ახსენე, რომ პირველი ეტაპი იყო კორპორატიული კარიერა. სანამ სტარტაპამდე მიხვედი და შენ მეგობრებთან ერთად დააფუძნე პულსარი. ის საქმე, რასაც აკეთებ, როგორ უნდა შეაფასო სწორად. რა პროცესები უნდა დანერგო იმისთვის რომ ის ნებისმიერი ახალი იდეა, ახალი პროექტი, რასაც აკეთებ, იყოს ღირებული არა მარტო შენთვის, არამედ კომპანიისთვის. ამ ყველაფრის გაზომვა, ამ ყველაფრის რეპორტინგი იყო ის, რაც ძალიან ვისწავლე. ასევე ვისწავლე ღია დისკუსია იმ საკითხებზე, როგორ შეიძლება ვთქვათ შეხვედრაზე, როდესაც 10 ადამიანია, პირობითად ვამბობ და ყველა სხვადასხვა აზრია, როგორ უნდა შეთანხმდეთ კონსენსუსი. ანუ ეს ასე ვთქვათ დამოკიდებულებები, ამ ყველაფრის ანალიზი და პრინციპში თითქოს პატარ-პატარა რაღაცებია, თითქოს ძალიან ელემენტარულია, მაგრამ ეხლა ამ გადმოსახედიდან ბევრ გადაწყვეტილების მიღებაში, ასე ვთქვათ, გეხმარება. და რა დამოკიდებულება ჰქონდა მამას, ოსა დედა საზრდოებდა შენში დამოკიდებულებას? აი მამისგან, რაც ვისწავლე პრინციპში, იყო ის, რომ პირდაპირ შეიძლება არ გავცე პასუხი, მაგრამ მამისგან რაც ვისწავლე არის ის, რომ საქმისადმი სიყვარული. და მამა ჩემი იყო ადამიანი და დღემდე არის ადამიანი, რომელიც საზრდოობს მისი სამსახურით, ასე ვთქვათ, ძალიან უყვარს და ძალიან დიდ დროს და რესურსს უთმობს სამსახურს და მის კოლეგებს. და პრინციპში ეს იყო, ან
მიზეზი რატომაც ის 24/7-ზე მუშაობდა. შესაბამისად, ესე მე მგონია, რომ მამაჩემსა და დედაჩემსაც, როლები ჰქონდათ გადანაწილებული ისე, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც დედაჩემი იღებდა ჩემს განვითარებაში, ეს იყო მისი 100%-იანი, ასე ვთქვათ, მართლობის მეთოდი, ხო? ის იყო ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად შეეძლო ამ ნაწილში გადაწყვეტილებები მიეღო. ამიტომ, ეს როლები ჰქონდათ, ესე ვიტყოდი, გადანაწილებული. მამაჩემსაც ფინანსური პასუხისმგებლობა და დედაჩემს უფრო აღზრდის კულტურა და ეს საკმაოდ ტრადიციული სეტაპი იყო ეხა ნებისმიერ ოჯახი. ალბათ მაშინ საკმაოდ ტრადიციული იყო, მგონია რომ ესეც საკმაოდ იცვლება დროთა განმავლობაში. წარმოიდგინეთ საქართველოში რამდენი სწრაფად შეიცვალა დრო, სადაც დაახლოებით როცა მე ვიყავი ალბათ 20-21 წლის წარმოიდგინე მენტალიტეტი იყო მაშინ რომ გოგოებს მოწონდათ ბიჭები რომელიც ძობიჭობდნენ ნარკომანები მოდაში იყო მაშინ მიკირურგის პულა იყო ეგეთი ბალეტ პულა ტყვია არ ვიცი ხო რომ მაშინ რუსულად ითარგმნებოდა ფილმები და იმით მახსოვს ეს ბარი ვაიტის სიმღერა და აი წარმოიდგინე 25 წლის წინ იყო ეგ. და დღეს მიზის ახალგაზრდა ქალი, რომელიც წავიდა სკოლა დაამთავრა ამერიკაში, მე აკეთა კორპორატიული კარიერა, მე შექმნა სტარტაპი, მე დაეგზიტა, ეხლა ვიცე-პრეზიდენტი. და რამდენად შეიცვალა დრო და პრიორიტეტი რამდენად სხვანაირ ქვეყანაში ვცხოვრობდით და რანაირად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. და ეხლა ეგ აზრი მომივიდა, რატომღაც არ ვიცი, რომ გისმენდი, გამეფიქრა ალბათ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო 20 წლის წინ ესეთი რამის მოსმენა, რა ისტორიასაც აზიარებ შენ. და მიუხედავად ამისა, still ყველა გამოკვლევის მიხედვით მე მგონია რომ ქალს რა შესაძლებლობების დღეს აქვს სამყაროში ხარ გულისმოფ რაღაც კონკრეტულ ქვეყნებს სადაც ჯერ კიდე მოდი ესე ვთქვათ ევოლუცია ვერ მიაღწია იქამდე ქალს რა შესაძლებლობებიც აქვს ამ სამყაროში ალბათ კარგა ხანია მწიფდებოდა სამყარო რომ ასეთი შესაძლებლობები მიეცა მოდი ახლა რას ეტყოდი იმ ადამიანებს სადაც არის, მოდი ესე ვთქვათ, მე მაინც გონია, რომ არსებობს რაღაცა ტიპის დილემა, რომ გავაკეთო ბიზნესი, არ გავაკეთო ბიზნესი. კაცური საქმეა თუ ქალური საქმეა. ანუ ისე მაგ სტიგმებს უბრუნდები რა, რომელიც მგონია, რომ კი საკმაოდ მოირღა. შენი point of view მაინტერესებს და შენ ამ entrepreneurial შენ არ ახარ ერთადერთი ვინც თავისთავად სტარტაპი დააფუძნა, ბევრი ფირმა ქალბატონმა დააფუძნა, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მაინტერესებს შენი მესიჯი რა იქნება. თან ვიცი რომ შენ women empowerment-თან რაღაცნაირად კავშირში ხარ და ეგეც მითხარება. მე მგონია რომ საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდა, ხო? რა, ასე ვთქვათ, ინვესტიციას ჩადებ შენს შვილში, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია. და შენ თუ ასე ვთქვათ მოაქცევ რაღაც შეზღუდვებში იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლებლობები აქვს უსასრულო, ცხადია, როდესაც იზრდება, ყოველთვის ეგ მაინდსეტი ექნება, რომ ხო, ბიზნესის კეთება კაცის საქმეა, ბიზნესის კეთება არ არის ქალის საქმე. და მე როგორც გავიზარდე, ჩემთვის სქეს ბიზნესის კეთებაში, ან ნებისმიერი საქმის კეთებაში, არ ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ამ მომენტში მგონია, რომ და თან მყავდნენ ისეთი ადამიანები გარშემო, თუნდაც კარიერული ზრდის პერიოდში, რომლებიც ასევე იაზრებდნენ ამ ხედვას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანი ამჩნევს, რომ სქესის გამო მისი შესაძლებლობები იზღუდება, გარემო შეცვალოს. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი. ანუ შენი მესიჯი არის, რომ შენ თუ არ გაძლევენ გაქანების საშუალებას
ამ მიზეზით უბრალოდ გამოცვალი განემა. კი, პულსარის მაგალითზეც რო ვთქვა, ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ყავდა, რომ კარგი ახლა ამერიკაში შენზე კარგად იციან ტექნოლოგიები, ხო? ანუ აქედან საქართველოსთან რა უნდა გააკეთო ისეთი განსხვავებული, ხო? ანუ ყოველთვის იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უფრო სკეპტიკურად უყურებდნენ ჩვენ, ასე ვთქვათ, ხედვებს და როდესაც მაგ ფიქრებს ყვები, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ის ამბიციები ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე გქონდა, ხო? და შესაბამისად მე მგონია, რომ იმის და მიუხედავად რომ მე ხარ ვამბობ რომ თანასწორი არის ასე ვთქვათ კაცების გადანაწილება ვთქვათ ლიდერულ პოზიციაზე და ქალების ანუ არა ცხადია რომ ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე რომ მივიდეთ რომ რაღაც ამ ნაწილში თანაბარი უფლება გქონდეს ნებისმიერ ინდუსტრიაში ჩვენ ხო ხედავ ტენდენციას რომელსაც ქვია gender balance რომელსაც პირდაპირ არ ვიცი ბორდები თხოვენ კომპანიის მენეჯმენტს არა ანუ ეს კი ან მანდ მივდივარ რომ ტენდენცია არის ხო მაგრამ ბევრ კომპანიას არ ყავს ბორდი ბევრ კომპანია არ არის ასე ვთქვათ მდგრადი რომ ამ ნაწილში ყურადღება მიაქციოს ხო ანუ უმეტესობა რაოდენობაზე ვსაუბრობ ახლა თუმცა ცხადია დიდი კომპანიები მათთვის ინტერესი არის მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ხედავენ აძლევენ გასახანს ქალ ლიდერებს რომ განვითარდნენ ხო და მაგიტომ ხედავთ ასე ვთქვათ ამ წარმატებულ кейსებსაც მაგრამ ამითი არ უნდა გავჩერდეთ ხო ეს არ არის ის ანუ ეხლა ვერ ვიტყვით რომ კი ყველაფერი კარგად არის რა არ არის ყველაფერი კარგად მაგრამ ნელ-ნელა მგონია რომ სწორი ასე ვთქვათ მიზნისკენ შეიძლება კონტრიბუცია შეგაქვს მაგაში ხო ჩვენ შემთხვევაში მე როგორი ხედვაც მქონდა ჩემი თანადამფუძნებლებიც იგივე აზრზე არიან რომ არ აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ქალია მთავარია რომ დაიდოს სოლუშენი და მოგვარდეს პრობლემა და წავიდეთ წინ და ამიტომ ჩვენ მივეცით საშუალება ნებისმიერ ადამიანს რომ კარიერულ განვითარებაში იმ შემთხვევაში თუ ისინი ნამდვილად მოტივირებულები არიან და მონდომებულები არიან ყველა აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არ ქონდა ამ შემთხვევაში მსქეს არანაირი მნიშვნელობა ამიტომაც არის რომ ქართულ გუნდში უმეტესად ქალები არიან ლიდერულ პოზიციებზე და ამით მე ძალიან მაინც უფრო ამბობ რომ middle management-ში თქვენ კომპანიაში გულისხმობ? ოკეი მე ზოგადად საქართველოში გულისხმე რომ მე ძალიან ბევრი middle management-ში მინახია ქალი საქართველოში თუნდაც საბანკო სექტორში და სხვაგან და საკმაოდ ცოტა top management-ში. რატო გონია, რატო არის ეს? იმიტომ რომ men dominated ინდუსტრიებია. ჯერ კიდევ არის, კი. მაგიტომ ვამბობ რა, ანუ ცოტა ხნის წინ middle level გუნდშიც არ იყვნენ ქალი ლიდერები, ხო? ანუ ეს არის ნელი პროგრესი, თუმცა პროგრესია. ცალსავად. კი. კითხვა მაქვს, რა შეუძლია აი top management-ში? რა შეუძლია მოიტანოს ქალმა? აი რაცაც კაცები ვერ დადებენ, მოდი ესე ვთქვა, ცოტა ესე. აი რა შეუძლია შემოიტანოს ის, რასაც შენი აზრით უბრალოდ თუ არ იქნება დანაკლისი. ხო. თუნდაც ამ men dominated სამყაროში. მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა საქმის მიმართ multitasking-ი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ქალი იზრდება იმითი რომ აუცილებლად multitasker-ი უნდა იყოს პირადი ცხოვრება, შვილი, კარიერა, სწავლა, ან ბევრი რაღაცის კეთება უწევს და შესაბამისად მგონია რომ ძალიან კარგი multitasking-ია. მე ხა დავფიქრდი რომ ეს multitasking-ი მეც მაქვს ცხოვრებაში და ხა ვერ გავიგე. ანუ ხა დავფიქრდი რომ ამ multitasking-ში მე რა მაკლია თქო, ხა აქედან გავადინა. ხო, მგონია რომ ხა დედობა და მამობა არ არის ერთნაირი როლები, სხვა როლებია. კი. და მესამე რაც ან პასუხისმგებლობა ვთქვი და ნუ execution-ი მგონია რომ ქალები execution-ში ძალიან top ადამიანები არიან. მითხარი ეგეთი ასპექტი, მაგრამ რადგანაც შვილი აქვს, რა ქვია შვილს? დათუჩა. შენთვის დათუჩა, ჩვენთვის დავითი. ხანი ესე შევხედავთ. კი. აი შენი დაკავებულობიდან გამომდინარე, როგორ ახერხებ რეალურად იყო
დედა ხარისხიანი. ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაც ის არის, რომ ყოველთვის ფიქრები გაქვს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლო. ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაც უკმაყოფილო რაღაცაზე და ამ ნაწილში ბალანსის დაჭერა არის ყველაზე რთული. გააქვს ეგეთი ტრადიციები, რაც გეხმარება ამის დაჭერაში, რომ ეს ბალანსი არ გაგექცე, შეგიძლია გაგვიზიარო კონკრეტული რიტუალები ან ტრადიციები, რომელიც გააქვს შულთან. კი, ყოველ კვირას ოჯახი ვიკრიბებით ჩემთან სახლში და გვაქვს ვახშამი მაგალითად. ეს არის რაღაც ის ტრადიცია, რომელიც არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მაგ ვახშამს აუქმე? არა. ანუ კომიტმენტი გაქვს ისეთი, რომ კი, ანუ არ ვიტყოდი, რომ ეს არის კომიტმენტი, ანუ პასუხისმგებლობა არც ერთ ოჯახის წევრს არ გვაქვს აღებული, თუმცა ეს არის ის ინიციატივა, რასაც სიამოვნებით ყოველ კვირას ვაკეთებთ, ხო? ანუ კიდევ რა, აი ბონდინგი რო ვახსენე, ტრადიციასავით არის, რომ რაღაც ერთად სხდებით და რაღაც აქტივობას ერთად ვაკეთებთ. მე ძალიან ჩართული ვარ ამაში მის პირად განვითარებაში. ის დასვენების დღეები, რაც მაქვს ხოლმე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვთან აი ეს რომ შევატრიალოთ, შე როგორ გონია, მისთვის რა არის ჩელენჯი, როცა ყავს წარმატებული საქმიანი დედა? ალბათ რაღაც მომენტში იქ რომ არ ვარ, ალბათ ეგ ყველაზე დიდი დანაკლისია, რაც მეც როგორც ბავშვი მქონდა. როცა შენ მას ჭირდები, რომ იყო მასთან ერთად და იმ მომენტში ვერ ხარ მასთან ერთად? თუ როცა მოგზაურობ? სასკოლო, ხო, როცა მოგზაურობ, კი. როცა მოგზაურობ, როცა რაღაც სასწავლო აქტივობა არის, სადაც ჩემი ჩართულობა არის საჭირო. არის რაღაცაები, რაზეც ანუ ფიზიკურად შეიძლება იქ არ ვიყო და მაგიტო გამოვაკლდე და ხო, მგონია რომ ეს მას ან არასდროს არ უხსენებია სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ მგონია რომ ეს დანაკლისი აქვს. მე მაქვს მის ნაცვლად. ოკეი. თუ შეხედავს ამ ვიდეოს და არის დანაკლისი, აგერ არის შესანიშნავი შანსი რომ ახსენო რომ დანაკლისი მაქვს. შენ საქართველოს ახლა ბაზარს კარგად იცნობ და პულსარის ნაწილი ოპერაციების დარჩა საქართველოში. აი ეს ნაწილი ოპერაციების რა არის, რასაც ახლა აკეთებ? პულსარის ნაწილში, ანუ სუპერნოვას სახელით ვართ ცნობილი ადგილობრივ ბაზარზე და პრინციპში რასაც ვაკეთებდით 2017 წლიდან, ამ ასე თქვა ტრადიციას გუნდი აგრძელებს. მე უშუალოდ სუპერნოვას მენეჯმენტში არ ვარ ჩართული, თუმცა გუნდი სხვა საბარია ეს უკვე? დირექტორი ყავს გუნდის დამფუძნებლები თქვენ ხართ თიო? იმის დამფუძნებლები ჩვენ ვართ თიო. ანუ თქვენ უცხოური ოპერაციები გაყიდეთ, ეგრე გამოვიდა? როგორ იყო იცი, ჩვენ 2019 წელს გავყავით კომპანია, ანუ არის კომპანია Pulsar AI Inc, რომელიც უშუალოდ ამერიკულ ბაზარზე ოპერირებს და რომელიც გაიყიდა, კი. და შესაბამისად ეს დიფერენცირება საკმაოდ ისეთია რა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და პრინციპში იმპერიისთვისაც. და ქართული ოპერეიშენი დარჩა აქ და იმას ცალკე მენეჯმენტი ყავს. იმას ცალკე მენეჯმენტი ყავს. სანამ გადავალ, მე მაგ რამოდენიმე ტრადიციული კითხვა, რომელიც ყველა ლიდერს ვეკითხები, რომელიც აქ არის. შენი პირადი მისია რა არის ამ ცხოვრებაში? აი შენი personal mission რა? ჩაფიქრდასო. მივეცი დროს. არა, პასუხი make a world a better place და ეს ტრადიციული ისინი რა არის. პირადი მისიები რო არის, ეგ გამახსენდა უცებ, რომელიც რაღაც მგონია რა ძალიან. შენ რა გიხმიანებ? მე მეხმიანება ის, რომ მინდა შევქმნა ისეთი რამ, რაც თაობებს დაამახსოვრდება. რატო არის ეს მნიშვნელოვანი შენთვის, რომ ეს თაობებს დაამახსოვრდება? ანუ ღირებული რაღაც შევქმნა, რაც მე მგონია, რომ ღირებული იქნება არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვისთვისაც. ხო შექმენი ახლა ღირებული და ღირებულებად შეფასდა და ფულიც აიღე და აქციებიც მიიღე და ანუ უფრო მასშტაბური ვიდრე აქამდე. ოკეი. უფრო დიდი. კი, უფრო დიდი. პერიოდულად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. მაგრამ მგონია, რომ ის entrepreneurial, ასე ვთქვათ, mindset-ი რო გაქვს ყოველთვის გაქვს, ხო, არა აქვს მნიშვნელობა. ყოფილი ინტერპრენიორები არ არსებობენ. არ არსებობენ, ზუსტად. და მაგიტომ მგონია, რომ აი ამ ციკლში ყოველთვის ვიტრიალებ. ოკეი. უბრალოდ გავზრდი ფართოს. რა არის შენი
თავარი სამი ფასეულობა ცხოვრებაში, რითაც ხელმძღვანელობ და რასაც არ დათმობ არც ერთ შემთხვევაში. მეორე ტრადიციული კითხვა. ვაუ. არ მიფიქრია. ერთი იმდენჯერ ახსენე პასუხისგებლობა, რომ მე მგონი გააქვს. ხო. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობა არის ჩემთვის. პასუხისგებლობის შეგრძნება კი ბატონო. რწმენა საკუთარი თავის სამყაროსი რისი. პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდგომ უკვე ნებისმიერი იმ რაღაცის, რაშიც დაიჯერებ, რომ ეს მნიშვნელოვანია შენთვის. მისია და ფასეულობები არის კორპორატიული კულტურის დიდი ნაწილი. შენ რაღაც ფრაგმენტები კი ახსენე კორპორატიულ კულტურაზე, მაგრამ მაინც მინდა რომ მითხრა ინტერვიუზეც ახსენე, რომ ჩვენ ინტერვიუზე რამდენად ექსაიტით არის ადამიანი, რამდენად ღია არის. როგორ დაახასიათებდი პულსარის კულტურას? აი რა კულტურა შექმენით? აი რანაირი კულტურა იყო ეგ? რომელმაც ეს წარმატება შექმნა? კულტურა იყო დაფუძნებული ადამიანებზე, რომლებსაც აინტერესებდათ ახალი რაღაცეების სწავლა. და რაც პატარა ოჯახივით გავიზარდეთ რა, ესე რომ შევატაროთ, ანუ ზოგი ამბობს, რომ რაღაც სამსახური არ უნდა დააკავშირო ოჯახს, ზოგი ამბობს, რომ პირიქით, როდესაც უფრო მეტ დროს ატარებ იმ ადგილას, სადაც მუშაობ ვიდრე სახლში, რა თქმა უნდა ოჯახია. ხო, ანუ ეგ ასე ვთქვათ, ორი სხვადასხვა საპირისპირო აზრი ყოველთვის არის ხოლმე, ხო, ბიზნესში, მაგრამ ჩემთვის იყო და არის კიდევაც ოჯახი, იმიტომ რომ ერთად გავიზარდეთ, ხო, 2017 წლიდან ერთად მუშაობთ და ეს არის ის მთავარი ღირებულება, რამაც ჩვენ ერთად მუშაობა, ნდობა დაამკვიდრა ერთმანეთში. და ასევე რაღაც კულტურის ნაწილი იყო, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან ჰორიზონტალური მმართველობის სტილი გქონდა იმ ნაწილში, რომ ყველა ადამიანს შეეძლო თავისი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებული პოზიციის გამოხატვა და ბევრი რაღაც იყო, რაც ერთად გავტესტეთ, ვცადეთ, არ გამოვიდა და მაგის მიუხედავად პირიქით უფრო გავიმყარეთ ერთმანეთთან კავშირი და ურთიერთობა. AI government-ი წარმოგიდგენია? AI government-ი წარმომიდგენია თუ არა? რას გულისხმობ? რომელიმე ქვეყანა მაიღოს და AI-ს მიცეს ქვეყნის მართვა. ესე AI დადოდა, ეხა თავისით იმუშავებს, ეგრე ეხა ამ ეტაპზე არ ვართ რა მისულები. იმ ნაწილში, რომ ამას სჭირდება fine tuning-ი, ხო? აი რას უნდა აკეთებდეს, რა პოლისის უნდა ქმნიდეს, რა მიმართულება უნდა ქონდეს, რა პოზიცია უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს, ხო? აი prompt engineering-ის ნაწილში რო შევადაროთ, ხო? რა მიმართულება უნდა მისცე. მიმართულების გარეშე არის მოდელი, რომელმაც ბევრი რამ იცის, მაგრამ რა კონტექსტი აქვს, ამ კონტექსტს ვიღაცა უნდა აძლევდეს. მაგიტომ მე და მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო კერძო კომპანიებმა, არამედ საჯარო სექტორმაც გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, ხო? იმიტომ რომ როგორც ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული, ასევე სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია. რომ გააეფექტუროს კი. აი, ეხა ილონ მასკი ეფექტურობას ამერიკაში რო სასწაული ექსპერიმენტია. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია, გეთანხმები და მე მგონია, რომ ბევრ საინტერესო ინსაიტს მივიღებთ ჩვენ. ილონ მასკის კომენტარი მახსოვს ინტერვიუზე, რომ რა აქვს მნიშვნელობა, რომ ველს სფეროშიც არ უნდა იყოთო, AI-ს თუ არ სწავლობთო, თქვენ უკვე ჩამორჩით. ზუსტად. ხო, ეთანხმები შენ ამას? ვეთანხმები კი, ან ნახეთ, აი ეხაც ვახსენე, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა ინდუსტრიაში მოარგებ AI-ს, ხელოვნურ ინტელექტს და იმ გადაწყვეტილებას, ხო? ანუ ეს არის გადაწყვეტილება, რომლის თვითონ პრობლემაც, ძირეული პრობლემა ყველა ინდუსტრიაშია. ხო, უბრალოდ იცი რა, სოფო, მე მგონია, რომ ხალხი ვერ ხვდება, რომ აი Nokia-ში რო იყო ტექსტს რო გიგდებდა ასოებს წინასწარ. ეს AI იყო.
კი. ანუ AI არ არის უბრალოდ შეიძლება მოდიფიცირდა, მაგრამ ეს არ არის ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს ალბათ არ ვიცი 40 წელია უკვე. Amazon-ის სარეკომენდაციო სისტემები, რომლებიც არ ვიცი წლებს ითვლის. ხო, ეს მე მგონი ეხა უბრალოდ გაიბრენდა და შეიფუთა, რომ რაიმე ხელოვნური ინტელექტი და გაფეტიშდა, თორე სინამდვილეში ტექნოლოგია ძალიან დიდი ხანია არსებობს და იხვეწება დროთა კატეგორიზაცია მოხდა ჩემი აზრით. და რამდენი ბრენდინგს ეთანხმები ეს ხელოვნური ინტელექტს რაღაცნა მოგწონს ეგ ბრენდი შეთით? შინაარს და კონტექსტს ვეთანხმები. სახელზე დიდად ხო პრეტენზია არ მაქვს, არ მატრიგერებს. იცი რა, მაინტერესებს. AGI-საც განიხილავენ, ანუ ბევრი შემდეგი ისინიც აქვს ეტაპები. ხო, ანუ თავარი მესიჯი ხალხო მაინც არის ისე ვის, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ნახეთ როგორ შეუძლია თქვენი საქმიანობის გაეფექტურობა ამ ინსტრუმენტს. უბრალოდ სოფოსგან რაც წამოვიღე ახლა და მომწონე ეგრე არის. რავი, თამაში ვიჩეხედე ამას. ის უბრალოდ შეიძლება დაგეხმაროს რაღაც. სოფო რა მეინტერესებს იცი? აი საქართველოს ინდუსტრიებს და სექტორებს შენ კარგად იცნობ. შენი აზრით რომელი არის შემდეგი სექტორები, რომელიც AI based ყველაზე მეტად ტრანსფორმირდება აი უახლოეს მომავალში? აი just recently ხვალზე, მაზე. მედიცინა, health tech-ი მგონია რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრი. შეგიძლია ცოტა ასპექტიც დამანახო, ცოტა შიდა პროცესების ოპტიმიზაცია. ყველაზე მარტივად რო ვთქვათ, სადაზღვო სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, საბანკო სფეროც ბევრი პრაქტიკული use case-ები შეიძლება დაიდოს ამ მიმართულებებით, იმიტომ რომ თან მსხვილი ბიზნესებია და მაგთ აქვს შესაძლებლობა რომ მსგავსი ტიპის იტერაციები გააკეთონ შიგნით. მე აქვს სუპერნოვას ხო? სწორედ მახსოვს სახელი. აქვს სუპერნოვას მისია კი, მაგრამ მოდი საქართველოს AI based one ვითაროთ, ანუ ატარებს თუ არა პროაქტიულ შეხვედრებს, პრეზენტაციებს, კონფერენციებს ან რაღაცებს, რომ დააჩელენჯოს, მოდი ესე ვთქვა, სხვადასხვა სექტორები, რომ ოკეი, შეხედეთ აი როგორი შესაძლებლობები. ზუსტად ეგ мотиваცია არის, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ის ხელსაწყოები, ასე ვთქვათ, რაც ამერიკაში არსებობს და აქვს კომპანიებს, ჩვენ მქონდა იმის პრეტენზია და გვაქვს იმის პრეტენზია, რომ საქართველოში შეგვიძლია მსგავსი ტექნოლოგია შევქმნათ. არ არის აუცილებელი რაღაც 10ჯერ მეტი დრო და რესურსი დახარჯო იმისთვის, რომ დაუნტეგრირდე რომელიღაც ვენდორს, რომელიც შეიძლება იგივე ტიპის, ანუ კონკრეტული მოდიფიცირებული solution-ი საერთოდ არ დადოს და ამიტომ ამ ნაწილში ზუსტად ეგ არის ჩვენი მიზანი, რომ ყველა იმ ინდუსტრიაში, დიდ ინდუსტრიაში აი ესეთი გარდასახვები გავაკეთოთ. და რითითაც დავიწყეთ, chatbot-ი იყო პირველი, ასე ვთქვათ, პრაქტიკული use case, მაგრამ ამის გარდა დისტანციური ვერიფიკაციის საშუალებები, დიდ მონაცემთა ანალიზი, ეს ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც ვამუშავებდით, ბევრი სხვადასხვა მოდულები იყო, რაშიც ჩვენ თვითონვე გავეცანით და შევქმენით, ხო? იმიტომ რომ მანამდე ადგილობრივ ბაზარზე არ იყო შესაძლებლობა იმისა, რომ რაღაც არსებული რაღაც ხელსაწყო აგეღო, მოდიფიკაცია გაგეკეთებინა და მოგერგო კონკრეტულ ინდუსტრიაზე. ჩვენ ეგ შევქმენით. და ამიტომაც ვაგრძელებთ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებას, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა რომ ეს ტექნოლოგიები ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ კომპანიებთანაც რომ მივაწვინოთ. ფოტოშორის მინდა მაყურებელს და მსმენელს გაუზიარო, რომ პულსარი ზუსტად იყო ის კომპანია, რომელმაც ჩვენ აგვიწყო მოდული საჩუქრის შერჩევის Secret Santas კამპანიაში, რომელიც საქართველოს ბანკისთვის გავაკეთეთ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რომ ჩემთან ხარ სტუდიაში, შენ დაჩისას და ზალსაც მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამ ფანტასტიკური პროექტის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას, იმიტომ რომ იყო საჩუქრის შერჩევა, მეჩი ადამიანების, როგორც მახსოვს თუ რამიზასა და იყო თან მერი მოდული ჩაშენებული, რომ ქართული პროდუქცია შეერჩი ამ პლატფორმას და
ეს ზუსტად პულსარის დამსახურებაა. კი, ძალიან კარგად მახსოვს ეგ პროექტი, იმიტომ რომ იმდენად ჩვენ თვითონ ძალიან ჩართულები ვიყავით ამაში, იმ ტექსტებს რო ვაანალიზებდით თავიდან, როდესაც ახლა მოდელს ვატრენინგებდით, ჩვენ თვითონ ტესტავდით, რამდენად კარგად მუშაობს მოდელი თუ ცუდად და ეს ამ გარემოს რო ვაწყობდით, თან საახალწლო პერიოდი იყო და ბევრადან ძალიან დადებითად მახსოვს მეც სარეკომენდაციო სისტემა გავაკეთეთ, მახსოვს ადგილობრივი მერჩანტები დავაონბორდეთ და კი, ნამდვილად სახალხო პროექტი იყო ეს, მეგობრებო, ვინც არის ის 400-1000 ადამიანმა ითამაშა ეს თამაში საქართველოში და აჩუქა ერთმანეთს სახალხო საჩუქარი და ჩემთვის მე ძალიან ტკბილად მახსენდება ეს პროექტი, სასწაული პლატფორმა იყო, რომ ადამიანებს უბრალოდ სიკეთე გაეკეთებინათ ერთმანეთისთვის, ჩვენ უბრალოდ ხელი შევუწყეთ ამას. სოფო, მინდა ტრადიციული კითხვა დაგისვა ბოლოს პოდკასტის. ალბათ ეხა პოდკასტში შენი ჩაწერით რაღაცნაირად უფრო მეტად გაგიჩნდა სენსი, რანაირი პოდკასტია ეს და ვისთვის არის. შენ პირადად როგორც მაყურებელი ამ პოდკასტის ვისთან საუბარს ისურვებდი რომ აქ მოგესმინე? თვითონ ფორმატიდან გამომდინარე, მე როგორც ხედავ ეს პოდკასტის თვითონ აუდიტორია ვინც არის, რეალურად მათთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაც მუხტი, мотиваცია, ენერგია მისცეს, რომ დაიწყონ და შექმნან რაღაც ახალი. და ამ ნაწილში ვინც მახსენდება? ვაუ. ჩამჭრელი ყველაზე ჩამჭრელი კითხვა მე მგონი ბოლოსთვის შემოინახე. დესერტები და დაფიქრდი. მანამდე დავფიქრდები. ხო, კიდე ერთი. შეგვიძლია მეგრენ დაგვიმესიჯო და მე იმაში ჩავრს. აი, აქ გამოჩნდება. აქ გამოჩნდება, ხო. ვთხოვთ ხელოვნურ ინტელექტს რომ დაადოს სოფოს მისი ტექსტი. ეს პოდკასტი რეალურად არის იმ ადამიანებისთვის ვინც ფიქრობს ბიზნესის გაკეთებას, ან ჭოჭმანობს, ან გონია რომ მოდი ვაკეთო, ვიმუშაო, კორპორატიული კარიერა ვაკეთო, ან ფიქრობს რომ იდეა მაქვს საკმარისად კარგი, ან დიდი კაპიტალი მჭირდება. აი ამ ადამიანებს რას ეთყოდი იმისათვის რომ გაბედონ და გააკეთონ თავისი? ხო, თავიდან დავიწყებ და ვიტყვი იმას, რომ ზოგადად ახალი რისკის აღება ყველაზე მარტივი მაშინ არის, როდესაც ყველაზე ნაკლები ინფორმაცია გაქვს და ავხსნე ახლა რასაც გულისხმობ რა. როდესაც ანუ ესე სტრატეგიულად თვლი, აწონ-დაწონი ყველა ინფორმაციას, მით უმეტეს როდესაც თავიდან იწყებ, ბაღთ უფრო ბევრი კითხვა გეჩნდება. ჩვენ შემთხვევაში არანაირი ინფორმაცია არ გქონდა, რაღაც ამერიკაში ბიზნესი როგორ გვეკეთებინა და ეს არ მინდა ცუდად თქვა, ანუ ეს ინფორმაციის ნაკლებობა რაც გქონდა, ზუსტად ეგ იყო, რამაც გადაგვევინა ეს ნაბიჯი, ანუ რისკები არ გქონდა შეფასებული, არ ვიცოდით, გადავხდით. ხო. აი ზუსტად თუ იმ მაინდსეტზე ხართ, რომ შეგიძლიათ და გინდათ რომ სადღაც გადახტეთ, ოღონდ რო არიცით წყალში ვარდები თუ ქვას ენარცხები, მაგრამ მაინც რისკავ, აი თუ ეგეთი მენტალიტეტი, ეგეთი ხედვა გაქვთ, მაშინ უნდა დაიწყოთ. იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ არავინ არ გეტყვით, არც ერთი სტარტაპერი არ გეტყვით, რომ ბევრად უფრო მარტივია შენი კომპანია შექმნა, ვიდრე 10-დან 7 საათამდე სამსახურში იმუშაო. არავინ არ გეტყვით მაგას, იმიტომ რომ არ არის ეგრე. და უბრალოდ მაღალ რისკს მაღალი ამონაგები აქვს და ვითარდები კარიერულადაც, ვითარდები პირადადაც და შენ თვითონვე წყვეტ რა გჭირდება რომ ისწავლო იმისთვის რომ განავითარო შენი ბიზნესი და რაღაც არ ხარ სხვაში წვეთი და ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია და თუ პასუხისმგებლობის არ გეშინია, მაშინ ეს არის ის პერიოდი, როცა შეგიძლია თავისუფლად დაიწყო ბიზნესი. და ბევრი შემთხვევა არ არის აუცილებელი, რომ მაგალითად მაინც და მაინც სამსახურიდან წამოხვიდე და მერე დაიწყო ბიზნესი. ხო, შეგიძლია, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ჩაანაცვლო, შეიძლება
რაც შეიძლება სამსახურის მერე რაღაც გარკვეული დრო დაუთმო, მაგრამ რაღაც მე მაინც მჯერა რომ რაღაც ანტრეპრენერი თავისი მთლიანი გონებით, სხეულით, აზროვნებით უნდა იყოს ჩართული სტარტაპის განვითარებაში. წარმატებები, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ძალიან საინტერესო იყო შენი მოსმენაც, კითხვების დასმაც. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. წარმატებები ყველას. აბა, მადლობა გუნდს. მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ, გვისმინეთ, გვწერეთ, გვიღიმეთ, წყალი გვისხით, ყავა გვისხით და ყველაფერი. მადლობა ყველას.